რომელი იყო პირველად? ქათამი თუ კვერცხი? ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა. თუმცა არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ ერთმანეთის საპირისპიროს. მოდით გადავხედოთ მათ არგუმენტებს. მეკვერცხე მეცნიერების აზრით პირველი იყო კვერცხი. ისინი ამბობენ, რომ ევოლუციური პროცესის შედეგად თითქმის ქათამმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ქათამი, დადო კვერცხი, რომელიც შეიცავდა გენეტიკურ მუტაციას, რის გამოც კვერცხიდან პირველი ნამდვილი ქათამი გამოიჩეკა. შესაბამისად, კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე უშუალოდ ქათამი. კვერცხი, რომელიც ქათმის დნმ-ით ჩამოყალიბდა, წინ უსწრებდა თავად ქათმის გამოჩეკვას. ხოლო მექათმე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჯერ იყო ქათამი, რადგან ქათმის კვერცხის გარსი შეიცავს ცილას, რომელსაც ეწოდება ოვოკლედინინ 17. ეს ცილა წარმოიქმნება მხოლოდ ქათმის ორგანიზმში, კერძოდ ქათმის საკვერცხეებში. კვერცხის მყარი გარსი ვერ ჩამოყალიბდება ქათმის გარეშე. თქვენ რომელიც გჯერათ დაწერეთ კომენტარებში, თუმცა არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ კვერცხის დადება ქათმის იდეა იყო. ხო და დღეს აგრონომებმა გადაწყვიტა ეწვიოს მეხორცული ქათმების ფერმას და ადგილზე გაჩვენოთ, როგორი ჩეკება და იზრდება ბროილერი. რით კვებავენ, რა გარემოა საჭირო, როგორია მეფრინველეობის ფერმის პროცესები და ვნახოთ რა გზას გადის ქათმის ხორცი, სანამ ის ჩვენს სუფრაზე აღმოჩნდება. მანამდე კი გავარკვიოთ თუ რატომ არის ქათმის ხორცი მნიშვნელოვანი ადამიანის კვების რაციონში და გადავხედოთ სტატისტიკას. თუ შენ კიდევ ამაზე ფიქრო, პირველი კვერცხი იყო თუ ქათამი, დიდად ნუ დაიტანჯავ თავს. ეს მაინც არაფერს შეცვლის შენთვის. ხოლო ვიდეოს და ლაიქებას და არხის გამოწერას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ჩვენთვის. მოკლედ გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო და დავიწყოთ. რატომ არის ქათმის ხორცი მნიშვნელოვანი ადამიანის კვების რაციონში? ქათმის ხორცი არის მაღალი ხარისხის ცილის წყარო, რაც აუცილებელია კუნთების განვითარებისთვის, ორგანიზმის ზრდისთვის და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ქათმის ხორცი ასევე მდიდარია ბ-ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისთვის და ტვინის სწორი მუშაობისთვის. მასში შედის ფოსფორი და რკინა, რაც მნიშვნელოვანია ძვლებისა და სისხლის ჯანმრთელობისთვის. ქათმის ხორცის ცილას აქვს ამინომჟავების ბალანსი, რომელიც ძალიან ახლოს დგას ადამიანის ორგანიზმის საჭიროებებთან. ქათამი მდიდარია ტრიპტოფანით, ამინომჟავით, რომელიც მონაწილეობს სეროტონინის გამომუშავებაში. ამიტომ ქათმის კერძი ხშირად უკავშირდება დამამშვიდებელ ეფექტს. ქათმის ხორცი ორგანიზმში საშუალოდ 1.5-2 საათში გადადის მონელების აქტიურ ფაზაში, რაც მნიშვნელოვნად სწრაფია ვიდრე წითელი ხორცი. ქათმის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა სარგებელი აქვს. მაგალითად, მკერდი, მაქსიმალური ცილა, მინიმალური ცხიმი, ბარკალი, მეტი რკინა და თუთია, ფრთა, კოლაგენის კარგი წყარო. რა არის კოლაგენი? კოლაგენი შედგება ამინომჟავებისგან, რომელიც ადამიანის ორგანიზმში საერთო ცილის დაახლოებით 30% შეადგენს. აღნიშნული ცილის წარმოებას ორგანიზმი ბუნებრივად ანელებს ასაკის მატებასთან ერთად. 25 წლიდან ჩვენი ორგანიზმი ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას და 45 წლამდე საერთო რაოდენობის დაახლოებით 30%-ს კარგავთ. ამ დროს სხეული კარგავს ახალგაზრდულ იერს. ამის გამომხატველი ნიშნებია ნაოჭები, მოშვებული არაელასტიური კანი, სახსრების ტკივილი და სხვა. მამაკაცებს ორგანიზმში კოლაგენის რაოდენობა ქალებთან შედარებით უფრო მაღალი აქვთ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ მათ ხანგრძლივად უნარჩუნდებათ მკვრივი კანი და უფრო მოგვიანებით უჩნდებათ ნაოჭები. და რაც მთავარია, ქათმის ხორცი არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ცილა, რომელიც ღორის ხორცისგან განსხვავებით დაშვებულია თითქმის ყველა ქვეყანაში. მოდით ახლა გადავხედოთ სტატისტიკას. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 135 მილიონი ტონა ქათმის ხორცი იწარმოება, რაც არის ყველაზე მოხმარებადი ცილა გლობალურად. ასევე ქათმის ხორცის ნახევარზე მეტ 3 ქვეყანა აწარმოებს. ესენია ჩინეთი, საერთო წარმოების 35%, ამერიკის შეერთებული შტატები 17%, ხოლო ბრაზილია 12%. რაც შეეხება საქართველოს, საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2024 წელს საქართველოში იყო 8 მილიონამდე ქათამი, ხოლო ქვეყანამ აწარმოა 26200 ტონა ნედლი ქათმის ხორცი, რომლის დაახლოებით 20% იწარმოა ოჯახურ მეურნეობებში, ხოლო 80% ორგანიზებულ ფერმებში. რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს შემოიტანეთ 62000 ტონა გაყინული ქათმის პროდუქტები, საიდანაც 32000 ტონა პასტისებრი მექანიკური განცალკევებით, რომელიც ძირითადად სოსისების და ძეხვების წარმოებაში გამოიყენება. ხოლო ექსპორტზე გავიტანეთ დაახლოებით 3700 ტონა ქათმის ხორცი. საბოლოო ჯამში ჩვენივე მოხმარების დაახლოებით 31%-ს ვაკმაყოფილებთ ჩვენივე ადგილობრივი წარმოებით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ სფეროში განვითარების და უფრო მეტი წარმოების პოტენციალი
ოფიციალია. რაც შეეხება ფასებს, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ქათმის წლიური საშუალო ფასი კილოგრამზე დაახლოებით 10 ლარია, რაც ბოლო 5 წლის პერიოდში 27%-ით გაიზარდა. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება წლიურად 23 კილოგრამია. იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად არის ქათმის ხორცის მოხმარების ზრდის პერსპექტივა, უნდა შევადაროთ ეს სხვა ქვეყნების მონაცემებს. მაგალითად, გლობალურად ქათმის ხორცის მოხმარების მაჩვენებელია დაახლოებით 17 კილოგრამი ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში. ეს მონაცემი აზერბაიჯანში 15 კილოგრამია, სომხეთში 18, თურქეთში 22, უკრაინაში 25, პოლონეთში 31, ამერიკის შეერთებულ შტატებში 65, ბრაზილიაში 50. და ახლა ჩვენი ტრადიციული რუბრიკა. და რა მოხდებოდა თუ ერთ დღეს ქათამი გაქრება? დილით მამლის ყივილი ვეღარ გაგვაღვიძებდა. აღარ გვექნებოდა დავა, რომელი იყო პირველი, კვერცხი თუ ქათამი. გაქრებოდა ომლეტი, ნაგეტსი, პასტა, ნამცხრები, სალათი ცეზარი. თუმცა ეს ჯობია ალბათ გაქრეს. ეს ხუმრობით და ახლა სერიოზულად. სოფლიო დაკარგავს ყველაზე იაფცილას და შეიქმნება მასობრივი კვებითი კრიზისი. გაქრება კვერცხი, დაიწყება ფასების შოკი, დაიხურება ბევრი საწევი და საბოლოოდ ჩამოინგრევა ეკონომიკა. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს თავარ მიზანს, გაჩვენოთ და გავარკვიოთ რა გზას გადის ქათმის ხორცი სანამ ის ჩვენს უფრაზე აღმოჩნდება. ამისათვის ჩვენ ვეწვიეთ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან და მსხვილ მეფრინველეობის კომპლექსს, რომელიც ახორციელებს წარმოების სრულ ციკლს. მეგობრებო, ვიდეო საკმაოდ გრძელია, თუმცა შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ და მოусმინოთ ყველა იმ პროცესს და ეტაპს, რასაც ჯერ კვერცხი, შემდეგ წიწილა და საბოლოო ჯამში ბროილერი გადის, სანამ ის ჩვენს უფრაზე მოხვდება. ასევე გეტყვით, ვიდეო დაყოფილია ეგრეთ წოდებულ ჩეპტერებად, სათაურებად და თქვენთვის სასურველ მომენტზე შეგიძლიათ გადახვიდეთ. მოკლედ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და ყურადღებით ჩაუჯექით. მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით მეფრინველეობის კომპლექსში, ნოსტეში. დღეს ჩვენთან ერთად არის ლევან ცხადაძე, ნოსტეს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. ლევან, გამარჯობა. როგორც ვიცი, ნოსტე მოიცავს სრულ საწარმო ჯაჭვს. ანუ მაგის შესახებ მოკლედ რომ უთხრათ მაყურებელს, რას მოიცავს, თქვა რა პროცესს გადის ქათამი სანამ ის მაღაზიის დახზე მოხდება. ნოსტე არის კომპლექსური საწარმო და არა მარტო თქვა მეხორცული მიმართულების. ჩვენ გვაქვს ასევე სადედე გუნდი, მეხორცული ბროილერის დედმამაც გვყავს, ვახორციელებთ სელექციას, ღებულობთ საინკუბაციო კვერცხს, ამის შემდგომ გამოჩეკვას და გამოზდას ფრინველის. ასევე გვაქვს საკუთარი ინკუბატორები, საკუთარი საკვებ ქარხანა. რაც შეეხება მეხორცულ ბროილერს, ახლა ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ საფრინველეში, სადაც ხდება მეხორცული ბროილერის გამოზდა, რომელიც აქ რა ხნის შემდეგ გადმოდიან აქ უკვე ბროილერები? ახალი გამოჩეკილი, ანუ პირველივე დღესვე როგორც ინკუბატორში გამოიჩეკებიან, ხდება ვაქცინაცია, ხუთ სხვადასხვა ვირუსებზე დაცვას უკეთებთ, რაც არის გავრცელებული ესე ვთქვათ. ინკუბატორშივე უკეთებთ ამას, ნემსითაც, დაფრქვევითაც ხდება და მოკლედ გადმოდის მერე უკვე საფრინველეში, ესეთ ტიპურ საფრინველეებში. ყოველ 3 დღეში ხდება ჩეკვა, განახლება საფრინველესი და ეს ციკლი არის ესე ვთქვათ აწყობილი და ყოველდღიური დაკლა მიდის. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყოველ დღე ახალი ნედლი ხორცი მივაწოდოთ ჩვენ მოხმარებელს ჩვენივე საფრინო მაღაზიებში და ასევე პარტნიორ ქსელურ მაღაზიებთანაც გვაქვს ურთიერთობა. რა მაინტერესებს, ანუ სანამ თქვათ გადმოვა უკვე გასაზრდელ ფერმაში, ეხლა სადაც ვიმყოფებით, მეგობრებო, ეს არის გასაზრდელი ფერმა, სადაც შემოდის უკვე გამოჩეკილი ბროილერი, რა სიხშირით ხდება მოწოდება უკვე ინკუბაციის ზონიდან, თქვათ ამ ფერმაში, როგორ ხდება აქ უკვე სელექცია? ხდება დამუშავება ვირუსებთან მიმართებაში, შემდგომ შემოდის ამ საფრინველეში, ეს საფრინველი აღჭურვილი უკვე ავტომატიზირებული კვების სისტემით, წყლის მიწოდების სისტემით, ანუ აქ არის ახლა ნიპელური სისტემა. კი. ანუ წყლის ხარჯიც არის ის მხოლოდ რასაც მოიხმარს ფრინველი. ეს არის საკვების სისტემა, ეს ყვითლებსაც ხედავთ. აქ ხდება ავტომატურად გარე ბუნკერი, რომელიც დაცულია ფრინველებისგან, ღნელებისგან და ასე შემდეგ. ბელგიური დანადგარებია, ბოლო მოდელის არის შეიძლება ითქვას. ხდება მოწოდება ავტომატურად სისტემაში და სენსორების საშუალებით აი ჩაერთო მაგალითად გავუთავდათ და ავტომატური შევსება ხდება. ანუ აქ მეფრინველე უბრალოდ შემოვლას ახორციელებს, რომ სადმე რამე ისეთი ხომარ ხდება, ესე ვთქვათ რა. დანარჩენი არის სულ ავტომატიზირებული. და ეს საკვების საწარმო, როგორც ვიცი, ცალკე კიდე დამოუკიდებელი საწარმოა, სადაც ხდება ამ საკვების მომზადება. ესეთი მარტივიანით რო აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, მეგობრებო, ცხელა და აი უკვე ოფლი წარმოვიდა. ესე იგი, საჩეკიდან გადმოდის უკვე ერთი ან რამდენიმე დღის წიწილი, ხო? არა, ახალი გამოჩეკილი. ერთი დღის არის. როგორც კი
გამოიჩეკება, უკვე გამომშრალი როცა არის და უკვე კონდიცია დამაკმაყოფილებელი არის წიწილის, ხდება ვაქცინაცია და პირდაპირ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებაა მიკროკლიმატია დაცული, ეს ინკუბატორი სხვა ტერიტორიაზე იმყოფება, ბიოსაფრთხოების კუთხით ჩვენ დაცული გვაქვს ყველაფერი სტანდარტი. ხდება ამისი ტრანსპორტირება და შემდგომ უკვე შემოყვანა სპეციალური პატარა კუთხებით, ეს თქვა საფრინველეში განაწილება და ნუ მე თვითონაც ანუ აქ უკვე ვაქცინაცია გავლილი, შემოწმებული ყველანაირად. ყველანაირად ესე თქვა. ვაქცინაცია, ნუ ეხა იმ წუთას ვაქცინას ჩვენ კი ვუკეთებთ, მაგრამ სხვადასხვა ვირუსებთან მიმართებაში ყველას იმუნიტეტი რო გამოიმუშაოს, დრო ჭირდება. ასევე დედიდან მოყოლილი იმუნიტეტიც მოყვება და მოკლედ ჩვენ კიდე გადაზღვევას ვაკეთებთ, დაცვას ვაკეთებთ მაქსიმალურად. აქაც ხდება რამე დამატებითი ვაქცინაცია? აქ რევაქცინაცია ხდება კიდევ ერთხელ, განმეორებითი ხდება კიდევ ერთხელ. ჩვენ საკუთარი ლაბორატორია გვაქვს, ანუ სეროლოგია ესე ვთქვა და ვამოწმებთ სხვადასხვა ვირუსებზე ვაქცინაცია. დაუშვათ აკეთდა ეს ვაქცინაცია, ყველაფერი კარგად მიდის. შემდეგი პროცესი რა გვაქვს? თქვათ, წყალი მუდმივ უნდა ქონდეს, საკვები მუდმივ უნდა ქონდეს. აი, როგორია თქვათ ციკლი? აი 24 საათიანი ციკლად ამ ფერმაში. თავიდან შუქის რეჟიმები, ანუ დედაღამე შუქი ამათ უნთიათ, რომ საკვებთან მივიდნენ, მიეჩვენონ წყალს და შემდეგ უკვე ხდება გრაფიკულად შუქის მიწოდებაც, რომ დასვენება ფრინველის და ასე შემდეგ. ეხლა მე გეტყვით კიდევ იმას, რომ ეს ჩვენი ფრინველი არის ბროილერის მეხორცული ჯიში. ეს რომელი ჯიშია ეხლა რაც ყავს? 308. ესეთი კოდით მოდის. მეხორცული ჯიში არის, ანუ კომპანია არის ავიაგენი ესეთი სოფლიო კომპანია. 80%-ზე სამარაგებს მთელი სოფლიოს მეფრინველეობის. და ეს რომელი ქვეყნიდან შემოდის ეს ADD გუნდი ძირითადად? ეს საფრანგეთიდან შემოდის ჩვენთან, ასევე ჰოლანდიიდან. თვითონ ეს ავიაგენი წვითავს, რომელი რეგიონიდან მოგვაწოდებს. დედა და მამა. საიდანაც შემდეგ იდება, ანუ კვერცხი, ესე რო ვთქვა და ხდება ბროილერის გამოჩეკვა, ხო? გამოჩეკვა და აქაც საინტერესო ის არის, რომ ესე იგი მამალი, რაც მოდის ჩვენთან, პროცენტულად, ანუ 11% არის მამალი, დანარჩენი დედალი შეფარდება ესე ვთქვათ და ეს მამალს სხვა დედმამა ყავს, მშობლები. დედალს სხვა. იქიდან მოდის ისე, რომ ცალ-ცალკე ხდება ამათი გამოზრდა, როცა მივლენ უკვე იმ ესე ვთქვათ, 5 ნახევარი ჭირდებათ, რომ სრულწლოვნები გახდნენ, ესე ვთქვათ. ანუ რეპროდუქციის უნარი ქონდეთ, ხო? უნარი ქონდეთ, რომ მომწიფდეს ფრინველი და დასრული გახდეს, რომ უკვე მოვამზადოთ, შემდეგი მე იქ პროცესებია უკვე ურთულესი პროცესებია. რა მაინტერესებს, იცი, თქვათ, თუ არსებობს პრაქტიკა, როცა თქვათ შემოგაქვს კვერცხი, განაყოფიერებული და აქ ხდება ADD გუნდის გამოჩეკვა. არა. აი რატო არ არსებობს და რა რისკებია მან? აი რა რისკებია, ესე იგი ავიაგენი კომპანია, გლობალური კომპანია, ვახსენე რომ 80% სოფლიოში ამარაგებს. მან არის დაცული უკვე ის, რომ თუ გინდ რაც ვახსენე ახლა, რომ აი მამალს სხვა დედმამა ყავს, დედას სხვა დედმამა. ჩვენ ახლა რასაც უყურებთ, ეს არის ფინალური ჰიბრიდი ქვია ამას. მეოთხე ხაზი. ჩვენ არ ვართ დაცული მაგალითად იმისგან, რომ არა ავიაგენი და თქვა, ამ რაღაც ელექცია მოახდინა, რომ დედმამიშვილების პარევა არ მოხდება. იმიტომ რომ ახლა დედმამა იმიტომ ყავს მამალს სხვა, დედალს სხვა, რომ ეს განაყოფიერება ეფექტური იყოს, ხო? ანუ ნათესაური კავშირი არ იყოს. აჰა, ეს უფრო არის ამაში ჩადებული რა. ანუ როგორც ადამიანებში ესე ვთქვათ, ანუ ერთმანეთის ნათესაური კავშირი არ უნდა ქონდეს, ასევე ბროილერებს. სხვათაშორის აგიხსნით იმასაც, რომ თუ კი მოხდა არევა, ნათესაური ესე ვთქვათ, დაკავშირება, იქ გამოჩეკილი წიწილები უკვე ანომალია ახასიათებთ, ანუ ეგ არის ხო, ანუ არც ზდაში მოყვება, რაღაც ბოდიში და რახიტიც შეიძლება იყოს ის წიწილა და ასე ვთქვათ, ანუ ბუნების კანონი დარღვევია. აბა ვინ იცოდით ეს დაგვიწერეთ კომენტარებში, რამდენმა იცოდით რომ ესე ხდება. ხო, არ შეიძლება ეხლა სოფლის კათამთან დაკავშირებით ღობეებზე რომ დაფრინავენ და იქ ეხლა კონტროლი, არა კონტროლირებად გარემოში ეს როგორც მასიური წარმოება და ყველა სტანდარტი და ყველა ბიოუსაფრთხოება დაცული არის, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამას. ამიტომაც არსებობს ყველა თავის საქმეს აკეთებს, რომ არსებობს გლობალური კომპანია, რომელიც სოფლიოს ამარაგებს, არის გლობალური კომპანია, მაგალითად, თქვათ, მარცვლეულით ამარაგებს და ასე შემდეგ. ბოსტნეული შემთხვევაშიც ანალოგიურია, თქვათ, არის სელექციონერები, რომელთაც თქვათ, ციკლი აქვს რაღაცა 7-12 წელი, სადაც გამოყავთ ახალი ჯიშები, ანუ ბუნებრივი მეთოდით, რა თქმა უნდა, ხდება შეჯვარება, როგორც ბროილერებში, ისევე აი მაგალითად კარტოფილის მაგალითზე წინა გადაცემაშიც ქონდა განხილვა, რომ ხდება, თქვათ, ყვავილით დამტვერვა, სხვადასხვა ჯიშების
გამოყვანა, დაკვირვება და ამის შემდეგ უკვე განაწყვეტილების მიღება, რომელი განავითარონ კომერციული წარმოებისთვის. ანალოგიურად თქვა ქათმების შემთხვევაში, ბროილერების შემთხვევაში. რა მაინტერესებს, დაუშვათ ეს გადმოვიყვანე წიწილი, გავატარე ყველანაირი ვაქცინაცია, მოკლედ პროცესი მიდის. ანუ ყოველდღიურ რეჟიმში რა არის კრიტიკული წერტილები, რაც აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ. მიკროკლიმატი, კვების სისტემა, შემოწმება ესე ვთქვათ და წყლის მიწოდება. განათება და ის პირობა მათ რაც უნდა და ქონდეს. ტემპერატურა, მეგობრებო, 28 გრადუსზე ვართ ახლა ზამთარში ზამთრის ტემპერატურა. ეხლა როგორც ვახსენდეს, ბელგიური დანადგარებია და ავტომატური მართვის პულტი გვაქვს ჩვენ და ყველაფერს მიკროკლიმატს ჩვენ დავალებას ვაძლევთ, ვეუბნებით რა გვინდა რომელ დღეს და ეს თვითონ ამ ყველაფერს აკეთებს, რაც გვჭირდება და ასევე კორექტირება ხდება. ეხლა ჩვენ ეხლა ძალიან ბევრი წლებია ამ დარგში მოღვაწეობ და ვიცი უკვე რომ არის რაღაცა რომელიც წერია და რაც ეკუთვნის, მაგრამ პრაქტიკაში შეიძლება რაღაც ცვლილება შეიტანო. ახლა ეს 5-10% რომ თვითონ ფრინველის გელაპარაკება ესე ვთქვათ. როგორ წამოყვება ფრინველი, ხო? ეხლა რო შეხედავთ რომ გაშლილია, ჩვენივრად ისვენებენ, ჭამენ, სვავენ, ესე იგი კარგია. შეიძლება პირობითად მითითებული ტემპერატურა ამასაკში უნდა იყოს 25, მაგრამ ქვეყანასაც გააჩნია. ჩვენთან ტენიანობა ვთქვათ მაღალია, სადღაც დაბალია და შეგრძნებადობა სხვა არის. ანუ +5-ის შეგრძნებადობა ჩვენთან სხვა არის, აფრიკაში სხვა არის და აზიაში კიდევ პოლუსზე სხვა არის, ესე რომ სხვა არის. ანუ უფრო სპეციალისტმა უნდა იმოქმედოს აქ და მიკროკლიმატს დავალება მიცეს, რომ ხო, მესმის 28 საჭირო, მაგრამ მე პირობითად 30 მინდა. ან პირიქით. ხო, დამოუკიდე მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკიდან გამომდინარე. ყოველდღიურ რეჟიმში შემოვლა ხდება, მეც შემოვდივარ, ვაკვირდები ხასიათს, ვაკვირდები ფრინველს, როგორაა გაშლილი, როგორ ჭამს. აი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღებით? თქვათ, შემოვედით, ეხლა ვხედავთ, რომ აი წიწილია ჭამს, ზოგი წევს, ხო? ხო, ისვენებს. აი, რა შემთხვევაში შეიძლება თქვათ, გამოცდილება გაქვთ 30 წელზე მეტი, ხო, ამ სფეროში. აი, როგორ უნდა მივხვდე, რომ რაღაცა პრობლემა მაქვს? აი, ახლა ამას შევხედოთ, აი, როგორ შვენივრად ისვენებენ. ეთყობა კიდევაც და არის კიდევ აი რეაქცია როგორი აქვს. აჰა. აი ახლა რომ და ეს დაუკრავთ ტაში, წამოყოფენ თავს, ესე იგი რეაქცია კარგი აქვს, ხასიათი კარგი აქვს, განწყობა კარგი აქვს. მერე ვამოწმებთ, ჩიჩახვი აქვს ესა პირდაპირ კუჩში არ გადადის, აქვს ჩიჩახვი ქვია ამას, სადაც ეს საკვები გროვდება და ვამოწმებთ. მერე ნაჭამი აქვს თუ არა აქვს ნაჭამი. ანუ პირველ რიგში აქ გროვდება საკვები. ჩიჩახვი აქვს ესეთი, მე შოკი ესე თქვა, იქ ხდება ამ საკვების უკვე დამუშავება, ფერმენტების გამოყოფა, დარბილება. შემდეგ გადადის უკვე კუჩში და მე ხდება ამ კუჩიდან დამუშავება, მე ნაცლავში, მე გაწოვა და ასე შემდეგ. ანუ თუ ეს ცარიელია, ესე იგი რაღაცა პრობლემაა. ესე იგი არ ჯამა. არ ჭამა. თუ მასიურია ეს პრობლემა, მაშინ მივდივართ უკვე რომ რატოა და მიკვლევადობას ვახორციელეთ რომ რატომ მოხდა, რატომ არის ცარიელი, რატომ არ შეჭამა. იქნება არ მოწონს საკვები. მეც სინჯავ ხოლმე ამ საკვებს ვთქვათ რომ ან ხო, ბუნებრივი საკვებია არიან, რამე უცხოსუნი ხომ არა აქვს ან ასე შემდეგ. თუმცა ჩვენთან იმდენად მაღალია კონტროლი საკვებ ქარხნიდან დაწყებული მთელ ციკლს რასაც გადის, რომ ეგ გამორიცხულია. მე ფისკალობით ეგეთ პრობლემა არ მქონია პირდაპირ გეტყვით. ეგ არის ისევ დამოკიდებული ანუ მენეჯმენტზე, საკვებ ქარხანაში როგორ ხდება მიღება იმის ლაბორატორიულად უდგება მენეჯმენტი და თქვა თქვენი მასშტაბი რაც არის საქართველოში, მაგის გარეშე შეუძლებელია, ხო, რომ შენ ამ ხელა წარმადობაზე გახვიდე და იქ რაღაცა გაგეპაროს კონტროლში. არის ანუ პირველადი, ესე ვთქვათ, კვლევები, რომელიც ტარდება თვითონ საკვებ ქარხანაში და არის მერე რომ ლაბორატორიაშიც ვაგზავნით, გააჩნიეთ ჩვენ რომელი ანალიზი გჭირდება. მაგალითად, მე როგორც ტექნოლოგს, აინტერესებს სოიოს შროთში მაგალითად ურიაზა რამდენი პროცენტია. აი ეს ურიაზაც აუხსნათ, რას ნიშნავს? ურიაზა არის ფერმენტია ესეთი, ბუნებრივად სოიოში არსებობს. და რა შეეხმარება მონელებაში? არა, საქონელს, ვორს, ასე შემდეგ ამ ფერმენტის გადამუშავება შეუძლიათ. ანუ საკმაოდ მაღალია. მაგრამ ფრინველმა უკვე როცა თერმული დამუშავება ხდება ამ შროტის და ამ ფერმენტის განეიტრალება. იმიტომ რომ მომწავლელია უკვე. ტოქსიური არის ფრინველისთვის. ანუ 0.5 0.7-0.8 დასაშვები ნორმა თუ მის ზევით არის უკვე სახიფათოა, ეგეც არ ვიღებთ ესე ვთქვათ და ვამოწმებთ, დამაკმაყოფილებელია სწრაფი ტესტი 1 საათი უნდა, მეტი ამას არ გირდება. ამის შემდეგ რომ დავწუნდებით თუ ეს უკვე კარგია, პროტეინი, ცილა რამდენი აქვს, ენერგია, ტენიანობა, ვიზუალით როგორია, ეს ყველაფერი ჩეკლისტი გვაქვს ივსება, დამაკმაყოფილებელია, უკვე ვიღებთ. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი რისკი არის, ეს რომ გაიპაროს სერიოზულ მოწამვლას იწევს და ეგეც კრიტიკული წერტილი არის და მოკლედ. ჩვენ ვისაუბრეთ
თქვათ კრიტიკულ წერტილებზე, რომ მნიშვნელოვანია გქონდეთ მუდმივი წყალი, საკვები მიეწოდებოდეს ავტომატურ რეჟიმში, დავაკვირდეთ და მონიტორინგი გავუწიოთ, თქვათ, როგორც ფიზიკურად, თქვათ, ადამიანური თვალით და ის მეთოდები აპრობირებული გამოვიყენოთ, ასევე მოხდეს დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება იქნება თუ ასე შემდეგ, რაც საჭიროა. კიდე თქვათ, რა შეიძლება დავამატოთ ამ კრიტიკულ წერტილებს, თქვათ, საზრდელ ფერმაში, ესე რომ ვთქვათ. ნუ დავიწყებთ იქიდან რომ კრიტიკული პირველ რიგში არის ბიოუსაფრთხოება. აი ხა ჩვენ რო ვართ შემოსულები, მეგობრებო, აი ფეხზეც გვაცვია რომ არ დავაბინძუროთ და რამე დაავადება არ შემოვიტანოთ. გამონაკლის შემთხვევებში ხდება, როცა რა თქმა უნდა, კი, გამონაკლის შემთხვევები არის ეს და დავიწყოთ იქიდან რომ ბიოუსაფრთხოება კრიტიკულად ითვლება პირველ რიგში. ანუ ტერიტორიაზე როგორ ხდება ტრანსპორტის შემოყვანა, ჩვენ დეზოგამტარები გვაქვს მაგალითად, თვითონ ეს ჩვენი საკვები მზიდით დახურულია, ის იწამლება, დეზობარიერები ფეხით შემოვდივარ, საფრინველისთან დადგება, დახურული ციკლი არის პნევმატურად, ხდება საკვების ჩაყრა დახურულ ბუნკერში, მერე დახურული სისტემით შემოდის, რომ ეს არ მოხდეს ახლა ფრინველისგან ვარ დაბინძურება. ან ადამიანის ხელი არ მოხდეს თუნდაც, ადამიანის ხელი არ მოხდეს, კი ბატონო, დისპენსერები გვაქვს, ესე ვთქვათ, ხელების დამუშავებაც ხდება, ავტომატიზირებული რახან არის, ადამიანები ბევრი მაინც და მაინც არ ჭირდება, ერთი ადამიანი ყოფნის ახლა ერთ საფრინველის რომ უბრალოდ შემოვლა გააკეთოს. დეზობარიერები არსებობს, ის დეზობარიერი უნდა გადმოკვეთო, ფორმა გამოიცვალოს, აშკაფეში აფსიღებენ, ისე შემოდიან საწარმოში და არ შეიძლება და ამის კონტროლიც არსებობს. ვიწყებთ ბიოუსაფრთხოება. ამის შემდგომ არის, როგორც ვთქვით, მუდმივი წყლის მიწოდება, საკვების მიწოდება, ჰაერის სუფთა, რახან ფეკალიებიდან არ მოხდეს, ესე ვთქვათ, ამიაკის გამოყოფა. ამიაკი. ხო, რომელიც ასევე CO-საც მნიშვნელობა CO და ამიაკი, კი. CO ტენიანობა და არის კონტროლი. არის დაახლოებით რა დონეზე უნდა იყოს ტენიანობა? ნუ 60-65 აი ეს არის დასაშვები, ესე ვთქვათ, რომ ნორმალური ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა 55-დან 65-მდე, 70-მდე დასაშვები. აი 70-ის ზევით უკვე კრიტიკულისკენ მივდივართ, რომელიც უკვე სხვა დაავადებას გამოიწვევს. ესე ვთქვათ, პარაზიტული კოქციდიოზი. პარაზიტებს კი. ანუ მარტივენით რო ახსნათ, კოქციდიოზ ესე ვთქვათ, დაავადება ესეთი, რომელიც არის პარაზიტი, ერთუჯრედიანი. ეს ფეკალიებში და ესე ვთქვათ, ნახერხში, ბუნებაში ყველგან არის. უბრალოდ ჩვენ თუ ინკუბაციის საშუალებას მივცემთ, შევუქმნით ტენიანობას, მივცემთ საკვებს ფრინველის, სადაც არის მაგათი საკვები ფრინველია და ასე შემდეგ პირობას თუ შევუქმნით, იქ ხდება ამ კოქციდების გამრავლება. ამის კონტროლიც არსებობს, რა თქმა უნდა, რატომ თორე უმკურნალებ არის სპეციალური პრეპარატები, თქვათ, რომ გაუწმინდო და როგორც ჭიებზე გიმხურნალებ. მაგრამ ეგ დამატებითი ხარჯიც არის და ჯობია რომ დაიცვა ის შენ რა თქმა უნდა. კლიმატური პირობა, მიკროკლიმატია აქ შექმნილი, მეგობრებო, ეს უნდა დავიცვათ, ვიდრე ხო დაავადებებს ებრძოლო მერე. სითბოა დანარჩენი არც სუნი იგრძნობა, ტუნელური ვენტილაცია არის. აი თავიდან რომ შემოვედი ვიგრძენი სუნი, მაგრამ ეხა ფაქტიურად ვეღარ ვგრძნობ რა. ხო, ნუ მე ხო საერთოდ. თქვენ კი ბატონო, ბიოუსაფრთხოება დაცული გვაქვს. შემდეგ კარგი. ეხლა მივყვეთ, რომ ეს არის ბროილერის ჯიშის. უბრალოდ ჩვენ ამ ჯიშის რესურს ბოლომდე არ ვიყენებთ. ანუ შესაძლებლობლებს, ანუ ხორცის და წონამატის და ასე შემდეგ. ანუ შეგვიძლია მივცეთ აი აგიხსნით ზუსტად. ეხლა ჩვენ შეგვიძლია მივცეთ გრანულირებული საკვები. ასევე ხდება რაღაც ალბათ არ ვიცი, ჩვენ მაგას ნამდვილად არ ვაკეთებთ. ხდება საკვები დანამატების ჩამატება, დისტიმულატორები, ჰორმონალურებიც, ანტიბიოტიკებიც, როგორც ის დისტიმულატორს იყენებენ, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდოს. ხდება ესე ერთ თვეში პირობითად შეუძლიათ 2 კილონახევრამდე აიყვანონ ცოცხალი წონა. მე ხა 30 წელია უკვე ამ ფეროში ვარ და ცხოვრებაში ეს რამე არ გამიკეთებია, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს. ერთი თვე მე მგონი ძალიან ცოტა პერიოდია. ძალიან ცოტა პერიოდია. ქათამი არ არის მომწიფებული, არ არის დასრული, არც ძლოვანი სისტემა როა გარს ხორცის სტრუქტურა იმას, წყლის ხარჯია გაბერილი და ასე შემდეგ. ანუ მომხმარებელს ეხა ეცოდინება, რომ ვიყიდე 2 კილო ქათამი, დავდე ტაფაზე, ავხადე და დამრჩა ნახევარი. თავიდან ხო, აი არეტევა ხოლმე რო უყიდულობს რა. მე გეგონა გაიქცა. ხო, მე უკვე კარგად ეტევა. მე კარგად ეტევა და ეს არის ყველაფერი კიდევ მეორე აი იმის ხარჯზე რაც ვახსენე. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ 45-50 დღეს ვდით. არანაირი დისტიმულატორებს, არანაირი ხორცის შემცველ, ესე ვთქვათ, ცხოველური ცილებს არ ვიყენებთ. მხოლოდ მცენარეულს.
ცხიმებზე არის ეს ფრინველი გაზი. ანუ მზესუმზირი ზეთი, ხო? მზესუმზირი ზეთი, მზესუმზირი შროტი, გარკვეული რაოდენობა, რაც დასაშვებია, იმიტომ უჯრედანა მაღალი აქვს და რაღაც ნორმები არსებობს. Siminди, ყვითელი siminდის მარცვალი, სოიოს შროტი, ირქვა მაგალითად, კალციუმის წყარო არის, დედოფლის წყაროდან მოგვაქვს ეს. და ასევე, ბევრ საინტერესებს რა არის ეს პრემიქსი, რა არის ეს პრემიქსი, ნუ მაგაზეც ვიტყვი ორი სიტყვით, რომ არაფერი საშიში იქ არ არის. გააჩნია იქაც როგორი კეთილსინდისიერი ხარ. იცი თუ არა გამოყენება, ესე რომ ვთქვათ რა. და რა არის, ანუ ვიტამინების, ამინომჟავების, მინერალების კომპლექსი, რომელიც რომ ქათამი თქვა ბუნებაში კენკავს, ბალახში ჭია გადაყლაპა, რაღაც ცილა მიიღო, ასე შემდეგ ჩვენ ამას უბრალოდ ისევ ბუნებიდან მოპოვებულს, თერმულად დამუშავებულს უსაფრთხოს იმ გაანგარიშებით, რომ მეტი რატო უნდა მივცეთ და თანხა რაზე უნდა გადავყაროთ, გვაქვს ჩვენი პროგრამა, ჯიშური მონაცემის და ვიცი რომ ამა რამდენი ცილა უნდა მიიღოს რომელ ასაკში. ასაკობრივად ეხა არის პრესტარტს ვეძახით მაგალითად 0 დღიდან 5-6 დღე, 6-დან მერე 15 დღემდე, 14 დღემდე რა უნდა მივცეთ, ანუ ზედმეტი არც აქ არ ვარ. ანუ მანდაც 3 ეტაპია, სტარტერი, გროუერი მიდის შემდეგ, სტარტერი, გროუერი, ფინიში, ანუ ფინიში 1, ფინიში 2 და ფინიშ 3-მდედაც კი მივდივარ. და იდეაში ბროილერებს ძირითადად ვისაც მხოლოდ ხორცი აინტერესებს და არა სახელი და ხარისხი და ასე შემდეგ სერიული მწარმოებლები არიან. არა ინტერესებს თქო ხორცი მიიღოს, ფინანსური სარგებელი ნახოს. არა, ნუ ჩვენი კომპანია პირდაპირ ორიენტირებულია ხარისხზე, აუცილებლად ჩვენი საფირმო მაღაზიები გვაქვს და ჩვენი სახელი გვაქვს. პასუხისმგებელი ხარ თელ ჯაჭვზე, ესე რომ აუცილებლად, იმიტომ რომ მე ეს ფრინველი ბოლოში რო გავდივართ უკვე ვიღებ თქვათ ის 2 კილო, 2 კილო 200 ცოცხალი წონა ესე თქვათ. ამის მერე სპეც ესე თქვათ ტრანსპორტით ხდება ცალკე არის აქედან 12 კილომეტრი ესეც ნახავთ მეგობრებო. ბიოუსაფრთხოებისთვის არის ეს სპეციალურად გავაკეთეთ ჩვენ რომ გავფანტეთ საწარმოები რომ ერთ ადგილას არ მოხდეს ძალიან ბევრი ფრინველის კონცენტრაცია და იქ შესაბამისად ყველაფრის გავრცელების ჯვარედინი დაბინძურება არ კონდეს და ასე შემდეგ. კი ბატონო. ხდება ამ ფრინველის გადაყვანა ყოველდღიურ რეჟიმში, აბსოლუტურად ყოველ დღე. ახალი, ანუ ახალი დაგრული. დაასრულა ზრდა, გადადის უკვე საწარმოში. კი ბატონო, ანუ ყოველ 3 დღეში ჩვენ ხომ ახალ გუნდს ვსვავთ. ციკლი არის ესე აწყობილი, რომ ყოველ 3 დღეში იჩეკება, აქ შემოვიდა ნომერ პირველში მაგალითად, ნომერ 2, 3, 16 და ასე შემდეგ. და ეს ისე აწყობილი, რომ აი პირველს რომ მოვრჩებით, მე ხდება ამისი ფეკალიების გატანა, დეზინფიცირება, ნუ არ ვიცი. სანამ ახალი გუნდი შემოვა. სანაცია დავარქვათ, უფრო კიდევ ისეთი კაცრი არის ჩვენთან. ეს სენდვიჩ პანელებიც და მოჭიქული იატაკიც ეხა არ ჩანს, გვაძლევს საშუალებას, რომ სრულიდები 99%-იანი დეზინფექცია გაკეთდეს. აჰა, სტერილურია. ყველაფერი სტერილურია გარემოში რომ შემოყვავს ეს. ამ ტანხორცის ზრდის პროცესშიც ხდება როგორც ჩვენი სურვილით და აუცილებლად მონიტორინგი სჭირდება. საკვების შემოწმება, რამე ხო არ არის შიგნი ესე ვთქვათ პათოგენები ხო არ არის, ვიცით რა არის, მაგრამ მაინც აუცილებელია გავაკეთოთ. წყლის სინჯების აღება ხდება და წაღება ხდება ესე ვთქვათ ლაბორატორიაში სხვადასხვა. ჯვარედის ვაკეთებთ იქაც ესე ვთქვათ, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, სოფლის მეურნეობაშიც მიგვაქვს ესე ვთქვათ და არის სხვადასხვა ლაბორატორიები. ასევე ხდება ტანხორცის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათერმული სააგენტოდან ძალიან ხშირად მოდიან, ძალიან ხშირად შემოდიან თავის სურვილით ეკიპირებით, რა თქმა უნდა, საკვებს იღებენ, სინჯებს იღებენ, რომ რამეს ანტიბიოტიკი ან რამე უარდებს ესე ვთქვათ. და ასევე წყლის სინჯებს იღებენ და პლუს ამასთან ერთად უკვე გადაყვანილი სასაკლაოში ამ ფრინველი ყოველდღიურად 10-11000 ფრინველი გადადის. ხდება სახელმწიფო ვეტერინარი ამოწმებს ცოცხალ ფრინველს როგორია შტაკვის პროცესი ესწრება, ნახულობს გვიძლი როგორია თქვა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ და ნუ იმას თავისი ვალდებულებები აქვს სახელმწიფოსთან ჩვენ არ ვეხებით. ჩვენი ვეტერინარი ყავს და ჩვენი ხარისხის კონტროლი და ასე შემდეგ რა. და ტანხორცის შემოწმებაც ხდება. როგორც ქსელებიდან ჩვენ არ ვიცით როდესაც შედიან, როდის ასყიდულობენ, როდის ამოწმებენ. ასევე ხდება ჩვენი საწარმოებიდანაც აღება სინჯების. ანტიბიოტიკებზე ამოწმებენ და ასევე ამოწმებენ პათოგენებზე, რომ რამე პათოგენი არ გაყვეს ტანხორცს. და მიკვლევადობაც შეგვიძლია, ხო თქვა? ყველა პარტია, ყველაფერი საიდან რა იყო, საკვები, დედა, რომელი მამა, ყველაფერი ეს გვაქვს. ეს არა იმიტომ რომ თქვა მანქანებს რომ ვინკოდი აქვთ მეგობრებო, ანალოგიურად შეგვიძლია ქათამზე დავადგინოთ, რომელი სადედე ოჯახიდან არის, ხო? ჩვენ არ დაგვავალდებულონ. ჩვენ მაინც ამას გავაკეთებთ და ვაკეთებთ კიდევაც. როცა სხვა კონტროლიც არსებობს სახელმწიფოს მხრიდან, პირიქით სასიამოვნოა, რომ ჯვარედინად, რა ვიცი, დაზღვეული ხარ და სასიამოვნოა იმ კუთხით, რომ სტანდარტი იყოს დაწესებული ქვეყანაში და კეთილსინდისიერი, როცა მე ვარ მეწარმე და უნდა დავიცვა ყველა პროცედურა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩემი ფიდღირებულება მათ შორის იმ დონეზეა, რა დონეზეც უნდა იყოს ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მაგრამ როცა არ ხდება ამის დაცვა, თქვა მცირე მასშტაბის, თქვა არაორგანიზებული, არაკონტროლირებული
კონტროლირებად გარემოში, ესე რომ ვთქვა, იქ დაავადებაც მეტია. დაავადების მერე სამკურნალოდება ზუსტად იმ ანტიბიოტიკების გამოყენება, რომ ვთქვა, ფრინველი შეინარჩუნონ და არ დაგეხოცოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. კიდევ დავამატებდი ის არის რომ მესმის თქვათ, მე ჩემი საწარმო მაქვს და სიტყვაზე არ მაინტერესებს, მაგრამ მაინტერესებს ძალიან. ძალიან მინდა რომ ვიყო დაცული და რატო. უნდა იყოს კონტროლირებადი, რა შემოდის, საიდან შემოდის, რა მოყვება, რა არ მოყვება, ეს პირველი პრობლემა. მეორე არის მე ის არაკეთის ინდისიერი, ესე ვთქვათ, მეწარმე. თუ არსებობს, არ ვიტყვი რომ არსებობს, მაგრამ თუ არსებობს, იმის კონტროლი ის ხა აცრა თუ არ აცრა, ვითომ ხო არ გვაინტერესებს, მე მაინტერესებს და რატო. აუცილებელი დაუცველი ფრინველი რისკია, აფეთქება მოხდეს ვირუსის და ესე ვთქვათ, ის შტამი, რომელიც ჩვენ დაცული ყავს ფრინველი მესმის, მაგრამ ხა ველური შტამი არავის არ სიამოვნებს, ატომ უნდა იყოს. აფეთქებას იწვევს, რომელიც მე იმ რეგიონში პრობლემებს იწვევს. როცა პრობლემა აქვს, ანტიბიოტიკებს დაუდგავენ. აი, კარგად მინდა აუხსნათ მაყურებელს, რა შემთხვევაში არის ანტიბიოტიკის გამოყენება საჭირო ან აუცილებელი? აუცილებელი არ არის, პირდაპირ. ანტიბიოტიკი არსებობს, აფთიაქშიც იყიდება, მაგრამ ჩვენ არ ვსვავთ. თუ ექიმა არ დაგვინიშნა, ხო, ეხლა შევიდე ანტიბიოტიკი მომეცით, უნდა დავლიო, მინდა, ესე არ არის. ასევე ფრინველშიც. შენ თუ იმას დაიცავ, რაც მე აქამდე მოვყევი, ბიოუსაფრთხოებიდან დაწყებული და მიკვლევადობა გაქვს სრული, არ უნდა დაგჭირდეს ანტიბიოტიკით ჩარევა. მერთმა დაგიფაროს, თუ დაგჭირდა, როცა კედის ინდისიერი ხარ, შეიძლება რაღაცა ხო, ვთქვათ, მოხდეს. იქაც აკრძალული კი არ გაქვს. შენ შეგიძლია მიცე უმკურნალო, ცოცხალი არსებაა, რა თქმა უნდა, ეხლა 36,000 ცალი ჯდება ერთ დიდ საფრინველეში და ამხელა კონცენტრაციაში თუ რამე დაგჭირდა, შეიძლება ჩაერიო, მაგრამ აუცილებლად დაყოვნების პერიოდი უნდა დაიცვა. ანუ უნდა მოხდეს დაყოვნება, აუცილებლად ანტიბიოტიკს თუ ვიხმართ, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს აუცილებლად დაყოვნება. დაყოვნება რას ნიშნავს? ყველა ანტიბიოტიკს უწერია, რომ დაყოვნების პერიოდი რა აქვს. მე ფრინველობაში ხარ, როგორც ადამიანში, არა მეაწერია, მაგრამ იმ ბოლოს აწერია, რომ ამას თუ იხმარ, 5-7 დღე არ დაკლა ეს ფრინველი. თორე ჰოლანდიიდან შემოდის ეს ანტიბიოტიკის დასაშვები რაც არის ევროკავშირში, თუმცა ის უნდა დაიცვა ის ნორმები და არ დაკლა. ის ფრინველი დაელოდო, ის დაყოვნების პერიოდი გაიყვანო, შეამოწმო, ნარჩენი არის თუ არა თანხორცში, რომელსაც ვამოწმებთ ჩვენს და ასევე კიდევ გამეორდები რომ სახელმწიფოს ძალიან დიდი კონტროლი აქვს ამაზე და შესაბამისად მე იმის დაკლა. ანუ რომ შევაჯამოთ. თუ არაკეთის ინდისიერი ხარ და შენ დაუდგავ ანტიბიოტიკს რომ იქნებ გადავარჩინო და ეგრევე დაკვლას დაიწყებ თქვა ციცილობაში ხა პატარა ციცილის დაკლა არ არენტაბელურია, მაშინ უნდა ღიდეს ძალიან ძვირი, რომელსაც მომხმარებელი ვერ გადაიხდის. ძირითადად ციცილა უფრო პრობლემატურის გამო ხდება დაკლა მისი, თორე მე როგორც წარმოებელი ხარ. ხო, რატომ უნდა დაკლა? დაკლავდი მეც ახლა ამ პატარა ციცილებს სიტყვაზე, მაგრამ ისეთი ღირებულება აქვს უკვე, ანუ როცა პოტენციალი აქვს, არ უნდა დაკლა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურზე უნდა მაქსიმალურზე მიყვანო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა 90%-ის დანაწევრებას ვახდენთ. 10% არის რომ მთლიანად ქათმად იყიდება და დანარჩენი ჩვენ მაღაზიებში 12-13 დასახელების პროდუქტი გვაქვს. რო არჩევანი მომხმარებლისთვის ვიღაცას კერდი უყვარს, ვიღაცას ფილე უყვარს, ტერბილი, ბარკალი გვაქვს, მენჯი ძირად გაყოფილი. მაგას განახებთ მაღაზიაში და ასე შემდეგ და ასე, ანუ არჩევანი არის იმისა, რომ ადრე რო იყო მარტო ტაბაკი არ არის. ხო, შეიძლება მე მინდა რაღაცა ფრთები კარგად შევწვა გრილზე ან რაღაცა. ხო, ახლა ჩვენ მაგის ესე ვთქვათ. მთლიანი ქათამი არ შესავლა ხდება, რომ აქ ცალკე სამსახური ყავს, ის მარკეტინგიც და ასე შემდეგ, მოკლედ სურსათის უნებლობის წარმომადგენელს, რომ შემოდის მომხმარებელი და ეძახის, რომ აი 2 ცალი ფილე მინდა, 6 ფრთა, შვილიშვილს უყვარს ძალიან და ბარკლები მომეცი 1-7 ცალი კიდე მეუღლეს უყვარს ძალიან და არჩევანი არის. იგივე თანხაში ჩაედია, უბრალოდ ბევრი ბარკლები, ბევრი ფრთები და ჩვენ ვაძლევთ ამის საშუალებას, რომ აარჩიოს. ხუჭი აიღოს, გვიძლია აიღოს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თავიდანვე გათვლილი არის, ეს ვენტილაციაც კი გათვლილია, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოხდეს დაბერვა, რომ ძირითადი ქარმა ის იქით გაიტანოს, აქ ადამიანს კონფლიქტში არ შევიდეს. და ფერმებიც ისია განლაგებული ერთმანეთთან 6-6 კილომეტრი დაშორება და აქედან ეს გამოტანილი ჰაერის არანაირი, რომ ძალიან ძლიერი ქარი იყოს, არ ხდება მეორე საწარმოში მიტანა. უბრალოდ მაქსიმალური ჯვარედინი დაბინძურების ეს ხანდეს იმიტომ საუბრობ, რომ მართლა ბოლომდე გაიგოს მომხმარებელმაც და ფერმერმაც. ხო, ეს ისეთი დეტალებია, რომ ნუ რეალურად ეხა შეიძლება ზედაპირულად შევეხოთ, მაგრამ მაინც ამოუწურავი თემაა. ამოუწურავია. იმიტომ რომ აი მაგალითად ხო საუბრობთ მარტო ბიოუსაფრთხოებაზე, იმდენ შეგვიძლია გადაცემა არ გვეყოფა რა. მოდი ესე ვთქვათ, აქ დაყოვნების შემდეგ, გამოზრდის შემდეგ უკვე გადადის საწარმოში ბროილერი, აი რამდენი დღე ყომდება და რა წონას კრიფავს და როგორ გადადის? 45-47 ესე ხდება ჩვენი ფრინველის გამოცდა. ნუ ეხლა ხედავ და წონა არ აქვს, ჩვენთან აწონები ყოველ 5 დღეში ხდება. უკვე ვიცი მე რა წონამატით მომყვება ფრინველი და ტექნოლოგიური ციკლი მე პირადად მე აწყობილი მაქვს.
წლის ბოლომდე, ესე იგი ვიცი როდის რა უნდა გავაკეთო და ეს ციკლი რომ არ დაირღვეს და მომხმარებელთან ახალ-ახალი რომ მივიდეს. ეს უკვე უზრუნველყოფილია. და ვიცი რომ პირობითად აი თქვა 18 რიცხვში მე პირველი საფრინველში უნდა შევიდე. მესამე დღეს ხდება, ანუ ყოველდღიურად გაყვანა. ანუ საღამოს ხდება შუქის ჩაქრობა, საკვების აწევა, წყალს უტოვებთ რა თქმა უნდა, რომ მოხდეს ფრინველის ფეკალიებისგან დაცლა. რომ მე დაკლის შემდეგ პრობლემა აღარ იყოს. არის ჩიჩავში არ მოხდეს მე ჯვარედინი დავინძურება იმ გასუფთავდეს საკვებითაც კი და აუცილებელია კიდევ გემონურთვისებებზე და ასე თქვა წესით ესე უნდა გააკეთო რომ უნდა მოაშიო კლიანი ნაწლავიც კი ბოდიში და დაცლილი არის შესაბამისად ხორცის სტრუქტურაც გემონურთვისებებიც სხვა არის ნაწლავ დაუცლელი მაგალითად და ასე შემდეგ და არ მოაშია რომ ზედმეტი წყლის შემცველობა ზედმეტი წყალი კონდეს რაღაც კონდეს ნუ ესეც ისე იქ მივდივართ კეთის ინდიციერებასთან ესე თქვა ჩვენ ამას ვახდენთ ანუ 45 დღე ზრდით კი ბატონო რა წონამდე მიყვავს 200 ესე ცოცხალი წონა იქიდან სადღაც კილო 600 კილო 700 კილო ნახევრამდე გააჩნია. სადღაც გამოდის რამდენი? 70%, ხო? 70%. აი, კარგას რასაც ვეძახით, თქვათ, თავი, ფეხი, კუჭი, ღვიძლი ყველაფერი მოშორებულია და გასუფთავებულია ჩვენს ქსელში რაც იყიდება მაგალითად. მე ხდება ამისი როგორც გითხარით, დანაწევრება, აქაც ადამიანის ფაქტორი ძალიან მინიმალურია ჩართულობა, იმიტომ რომ ჰოლანდიური ხაზი გვაქვს, დაკიდებ ფრინველს და ეს მიდის და ყველა ნაჭერს თვითონ აჭრის დანაწევრებას. ეს თვითონ ავტომატური პროცესია. ავტომატურ რეჟიმში ხდება დანაწევრება და თქვა ყველაფერი თავის ადგილას ესე თქვა ხდება ჩამოყრა ამაში კუთებში დაფასოება შეფუთვა გვაქვს ასე ვიტალიური დანადგარები რომელიც მე ამას ფუთავს თებში დადებულს დადებ ატარებ ფუთავს თარიღს აწეს ყველაფერს თვითონ აკეთებს ესე თქვა ესეც გვაქვს და აი მაქსიმალურად ჰასპის სტანდარტები გვაქვს დანერგილი როგორც საწარმოებში ასევე ქსელებში ყველაზე საინტერესოა ამაზე ინფორმაცია არ არსებობს ესე ხელმისაწვდომი პროცესი რო დავიწყოთ დაუშვათ შემოვიდა ეს სადედე ოჯახი ციცილები რომლიდანაც უნდა მოხდეს შემდეგ უკვე ბროილერის კვერცხის წარმოება და გამოჩეკვა. დავიწყოთ ამ პროცესით, თქვათ, როგორ შემოდის საჩეკში, იქ რა პროცესი გვაქვს და სანამ გადმოვა ფერმაში რა პროცესებს გადის. ანუ დავიწყოთ იქიდან, ჩვენი უკვე განაყოფიერებული სადედე გუნდიდან გამოსული კვერცხი, არის ის უკვე განაყოფიერებული ბუნებრივი მეთოდით, ჩვენ ხელოვნურ მეთოდს არ ხმარობთ, აი ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მეთოდით ხდება განაყოფიერება. ამ კვერცხს შემდგომ ხდება თავისი პროცესი აქვს. მოგროვება, აეროზოლია მე მუშავდება რომ რამე მიკრობი ან რამე არ შეეპაროს. ხდება მე ამის გადაზიდვა ინკუბატორებში, სადაც ხდება ჩეკვა. საკმაოდ დიდი ინკუბატორები გვაქვს. 21 დღე ჭირდება, როგორც ბუნების კანონი ესე ვთქვათ, როგორც სოფლის ქათამს უნდა 21 დღე რომ გამოჩეკოს, ეგრე უნდა კვერცხსაც უბრალოდ ხდება ინკუბატორებში ამ ტემპერატურულ რეჟიმების დაცვა, კვერცხის ტრიალი რო დედალი როგორც აგორებს ვთქვათ, კედლებზე არ მიეკროს და ასე შემდეგ. აერო კამერა რო დაცული იყოს და ასე შემდეგ და 21 დღის თავზე უკვე თავისი ციკლი აქვს პროცესები, ტემპერატურული რეჟიმები, სპეციალისტები არის ინკუბატორში, ესე ვთქვათ, ოპერატორებიც არიან და ხდება გამოჩეკვა. შემდეგ ვაქცინაცია და ყოველ 3 დღეში ხდება ჩაწყობა, 3 დღეში ერთხელ გამოჩეკვა, ვაქცინაცია, შევსება დარბაზის. ანუ კლიანი ციკლი მიდის, როგორც სადედე გუნდის წელიწადში 3 ჯერ შემოგვყავს ჩვენ, სადედე გუნდის ერთდღიანი წიწილები და ცალ-ცალკე ფერმებია გამოსაზრდელი მაგალითად, სადაც ვაქცინაცია და ყველაფერი ტარდება. შემდეგ ადიან ის უკვე დასრულების სპეციალური მანქანა. ცალკე იზრდება, ხო? ცალკე იზრდება, რა თქმა უნდა, მამალი ცალკე, დედალი ცალკე. რა დრო ჭირდება, თქვათ, ეს წიწილი როცა შემოდის? 5 ნახევარი ჭირდება. რო და თქვათ, იმ რეპროდუქციულ ასაკამდე მივიყვანოთ, ხო? 5 ნახევარი ჭირდება. 5 ნახევარი. რო უკვე ესე ვთქვათ, მამალსაც და დედალსაც. მამალი, რა თქმა უნდა, დედალიც რომ მზად არის, აყვავს. ჯერ მამალი რო თავისი ზონა იპოვოს, რომ ეს ჩემია, ის ჩემია, ეს ჩემია, მე აყვავს უკვე დედალი და ანუ 11 დედალს ემსახურება ერთი მამალი. ანაყოფიერებს, ჩინჩლავს რა, ჩინჩლავს. ჩვენებურად ხო. ხდება ამ ანუ ერთი მამალი ჭირდება 11 დედალს, ხო? ხო. და როგორ ხდება, ანუ არის რომ მაგალითად აი უბრალოდ ავხსნათ ეს პროცესიც რომ ის არის ოჯახდებიან. აი ეგ ვერ გავიგე ავხსნათ. ანუ მამალი ავიყვანეთ, დედალი შევიყვანეთ და ეხლა მიდის გაცნობა, შე რა ქვია, მე რა ქვია, როგორ ანაერა და აი 11 დედალს ესე ვთქვათ, ეს აუბრება ეს მამალი, მარტივად რო ავხსნათ. და ხდება დაოჯახება. ანუ ეს მამალი ემსახურება წყალებში ამ 11-ს. შენ და მე ვერ მივხვდებით რომელია იმის მამალი. ერთადერთი მე ვხვდები რითი რომ მე თუ დედალს შევეხები, აი იმის ქმარი მორბის, მე ვარო და რა გინდაო. ანუ ცნობენ ერთმანეთს. ცნობენ რა თქმა უნდა.
უნდა. კი, რა თქმა უნდა, ისი არ არის, რომ არევა არ ხდება. ანუ ჩხუბიც მიდის მაგალითად მამლებში. თუ ჩხუბი რაღაც არის, უეჭველი ვიცით ჩვენ, რომ იმის ვიღაცის დედალს შეეხო, ცუდად. ან ამე აკადრა და ანუ გამოესარჩა. ბუნებრივი პროცესია. ბუნებრივი პროცესი აბსოლუტურად. ანუ ეს დედალი სპეციალური ბუდეები აქვს, ელექტრონულად ხდება გამოტანა, რომ იქაც დაბინძურება არ მოხდეს, დებს კვერცხი კი გორდება. გამოდის მე ესეთი პროცესები მიდის. მე 21 დღე ჩეკვა, მე აქ. აი მან მოიც დაუბრუნდეთ ისევ ამ პროცესს რა. ვთქვათ აი ერთი განაყოფიერების შემდეგ რა პერიოდი შეიძლება 5-6 დღე რეალურია რომ განაყოფიერებული დადოს. კვერცხი დადოს, ხო? განაყოფიერებული, თორე ისე უმამლოდ ჩაულებრივ დებს კვერცხს. ხო, საერთოდ ჭირდება მამალი ის ბუნებრივი ციკლი აქვს ესეთი, როცა გაიზრდება უკვე და დიდია დედალი, იმან კვერცხი უნდა დადოს. ანუ 7 დღეში მაინც დებს. კვერცხს მაინც დებს. განაყოფიერების გარეშე. უბრალოდ აი ეს სასუსათო კვერცხს რო ვეძახით, ის განაყოფიერებული არ არის. თორე იქაც დედალი არის და დებს კვერცხს ჩაულებრივ. მამალი წილი არ გამოიჩეკება რა. წილი არ გამოიჩეკება, უბრალოდ კვერცხია. ჩვენ შემთხვევაში სელექცია რა ხდება, დაპეპლა და ასე შემდეგ ბუნებრივი მეთოდით ხდება განაყოფიერება, რომელსაც ვათავსებთ მე ინკუბატორში და იქიდან იჩეკებია. რა პროცენტია დაუშვა დადებული კვერცხიდან დაახლოებით, რაც განაყოფიერებული გამოდის? გამოსავლიანობა როგორია? ესეც მენეჯმენტია დამოკიდებული. ურთულესი პროცესი, ანუ ამ დედალ მამლის გამოსდა მარტო ეს არ არის, თქვა საკვები დაუყარე, სულ სხვა რეჟიმები აქვს, სულ სხვა გრამაჟი აქვს, ყოველდღიურად ერთჯერად იკვება. საშუალო რამდენ პროცენტში მერყეობს? ასე შემდეგ და ანუ ეს დამოკიდებულია მამლის წონაზე. ანუ იქაც აწონვა ხდება, რომ სულ ფორმაში იყოს მამალი, დედალი არ გასუხდეს, რომ მე კვერცხი აღარ დადებს. ესეც უნდა დავიცვათ. კალორიები და კვება და ნორმები უნდა დავიცვათ აუცილებლად და ამაზეა დამოკიდებული მე რამდენად არ ოჯახში აქნევინებ და ჯამტელი მამალია. და ხდება განაყოფიერება და არის 98%. 92% სტანდარტულად კარგი ქვია 95%. ანუ ეს როცა უკვე პიკში არის ამ პროცენტზე გავდივარ. ხო, ესეც რატომ ხდება? ანუ ერთი დაჩინჩვლით, ესე ვთქვათ, იმ დღეს ხდება, მე რომ იმას მამალი მოვაშოროთ, ესე ვთქვათ, ხო? ის ფოლეკულები რაც აქვს მუცელში დედალს, ის ხო რიგრიგობით უშვებს ამ კვერცხს. დღეს ერთი დადო, ხვალ მეორე მომწიფთა, მესამე და იმას აყოლებს ამ განაყოფიერებულს. აჰა. 6 დღემდე ყოფნის. ანუ ინახავს და აყოლებს. აყოლებს. გასაგებია. აყოლებს, კი. და აი ამაზეა დამოკიდებული რა. თუ მამას მოხსნის, შემდგომ განაყოფიერება დაეცემა. ან თუ ჯამთელი არ არის მამალი და ლიბიდო არ აქვს, დაბალი აქვს. მამლის როლია ძალიან მნიშვნელოვანი მაგნაცილში, ესე. და ეს თქვა სადედე ბროილერი, ესე რომ დავარქვათ, მშობელი. რა პერიოდი აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა, აი პროდუქტიული პერიოდი რასაც ქვია და მე რა ხდება? ესე ვთქვათ, რენტაბელური არის 9-10 თვე. 5 თვე პლუს 1 თვე გაცნობის, ეს 6 თვე და მაგას ემატება კიდევ 10 თვე. ანუ 10 თვე აქვს რენტაბელობა და რეპროდუქტიულობა. რო უკვე ღირს, ესე ვთქვათ. მე მამალიც ასაკში შედის, პენსიაში უშვებს, პენსიაში მე რენტაბელობა ეცემა და შესაბამისად არა მომგებიანია, ესე ვთქვათ. მაგ ბროილერებს რა დანიშნულება აქვს შემდეგ? ამორტიზირებული დავარქვათ უკვე რომ დაკლა ხდება გაყიდვა ალბათ? დაკლა არ ხდება. ექსპორტზე გაგვაქვს. ექსპორტზე გაგვაქვს. ექსპორტზე სომხეთში ძალიან დიდი მოთხოვნა არის. არ ვიცი რა საკეთებენ მაგისგან. დამსახურებულ პენსიაში გავუშვათ, ესე რომ ვთქვათ რა. უშვებთ ხოლმე საზღვარგარეთს რა. 700.000 საინკუბაციო კვერცხი გვაქვს თვისჭრილში. აქედან ნახევარზე მეც ჩვენ თვითონ ვიყენებთ და ის ჭარბი ექსპორტზე გაგვაქვს. პარტნიორები გვაქვს, საკმაოდ პოპულარულები ვართ, ხარისხით, ცნობილები. სიმართლე გითხრათ, ვარჩევთ ვის გაატანა. დეფიციტშია ესე. კარგი ყოველთვის დეფიციტია. თორე ისე არის ბევრი კვერცხი ირანიდან ასე შემდეგ ბევრი ქვეყნებია რომ შემოაქვს, მაგრამ ისე ვიქ დაუბრუნდები რომ რა შემოგაქვს, ეგაა მთავარი. და მე ბევრი წლებია რა ხარ მუშაობ, რეპუტაციას გვაქვს ჩვენ, რომ იციან რომ ჩვენ ვიცით მას რა უნდა. და ჩვენ წარმოებლები ვართ, ასე ჩვენ თვითონ ზრდით და ის რომ არ ვარგოდეს, თვითონაც ვერ გაზრდის და ეს უკვე მაგათთვის ბევრს ნიშნავს. ის კეთილსინდისიერება, მიწოდების პირობა, დაცული ყველაფერი, დამსახურება უნდა ამას, ესე ვთქვათ. და ჩვენ დავიმსახურეთ წლებია. ხო, გრძელვადიან პერიოდში წელს ვახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია ეგ ზუსტად სახელი, რომ ააშენო შენი სახელი, ესე ვთქვათ, და ნდობა არ შექმნა რა. ჩვენ ნოსტემ დავიწყეთ, ესე იგი, თავიდანვე ჩადებული ქონდა, ვიცოდით სად მივდიოდი. და ვიცოდით აუცილებლად ხარისხი. პირველი რიგში ჩვენთვის არის ხარისხი. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. რამდენ ტონაზეა ნოსტე? მეც ჩართული რო ვარ. ყველს სხვა შედეგებში გავდი. მე პირველი რო ვიკითხე, თქვათ, ვინ ჩაგვეწერებოდა, ბატონი ლევანიო. მეთქი ალბათ წარმოების ხელმძღვანელია და დეტალურად და ესე დამფუძნებელმა ვეტერინარია,
კვების ტექნოლოგია, ზო ტექნიკა. იშვიათია რომ დამფუძნებელი თვითონ აი ესე დეტალებში ერკვეოდეს არ რა. გამოვა ხო, სხვა. არ გამოვა. ეს ცოცხალი არსება, ეს არ არის ქარხანა დაკეტო და როცა გინდა ჩართო. ანუ ძრავი ქონება, რაც მე მოვყევი, ხო. ხა ხვდებით რამხელა პროცესებზია და რამდენი მაინც ადამიანური ფაქტორია და მე ყოველდღიურ რეჟიმში აქ ვარ. დილის 8 საათიდან საღამოს ხან რა ვიცი რომელზე მივდივარ და ხა 5 ამხელა უზარმაზარი საწარმოა, ეხა კიდევ არ ვითარებ, კიდე აშენებას ვაპირებ, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ნუ ხალხი წერს რომ მოვდივართ მაღაზიაში 3 საათზე არაფერი არ არის. და ავით გადავწყვეტეთ რომ კიდევ გავაფართოვოთ. ეხლა რამდენ ტონას აწარმოებთ? აი ჯამში რო ავიღოთ ყველა წლიურად ხორცს პროდუქტები გვაქვს 6000 ტონა. ჯამში. ცოტა მეტი კიდევ. და ეს თქვა ჩვენი მოთხოვნის რა პროცენტია? ესე რა რა ვიცი, ძალიან ცოტა. ნუ მე გეტყვით ახლა ძალიანი მოთხოვნა, რაც არის 100%-დან, მაქსიმუმი ადგილობრივი წარმოება არის 30%. 30%. 35 თამაშობს. ესე ვთქვათ. ზოგი იწყებს ანებებს თავს, მე ხდება რომ თუ ესე არ წახვედი სწორე მენეჯმენტით, აქ რა მინდოდა. ზოგს გონია რომ ციფა ამის ჩათვლით ვიძახი რა, 30-35%-ია. და ჩვენი იმპორტირებულია. ოჯახური მეურნეობების წილიც მნიშვნელოვანია ჯერჯერობით, ხო? მაგრამ ჩვენ ალბათ 15% ვარ ბაზრის. აი დღეს რო ვთქვათ რა. ეს 15%-იც არიელი არ ყოფილა. ჩვენ რო შემოვედით იმპორტს, ესე ვთქვათ, ჩამოვარდით. ქვეყნიდან ამდენი ვალუტა გაედინება, მარტო ჩვენ თავზე არ ვიფიქროთ, ეს ძალიან კარგია რომ ქვეყნიდან ჩვენ 6000 ტონის ღირებულების თანხა აღარ გაედინება ქვეყნიდან, ეს ერთი ბენეფიტი ქვეყნისთვის, მეორე ხალხის დასაქმება, მესამე სავალუტო კურსებდაც სერიოზულად მოქმედებ და ექსპორტზე გაგვაქვს ვალუტა შემოგვაქვს. ეხლა სწორედ გამიგეთ ეს ჩემთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მიხარია. კი, ყველა ქართველისთვის, ანუ რაც უფრო ჩვენ მეტ წარმოებას ადგილზე შევქმნით, ოღონდ ეხლა როგორი საკითხია, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, აქ უნდა შევქმნათ კონკურენტუნარიანი წარმოება, ხო? აქ არ უნდა ვიგულისხმოთ ის წარმოება, რომელიც სიცოცხლის უნარიანი შეიძლება ვერ იყოს. იმიტომ რომ ჩვენ გლობალიზაციის პირობებში, თქვა თავისუფალი ბაზრის პირობებში, მაინც გვიწევს საუწიოთ კონკურენცია იმპორტ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ გავიდეთ პირველი ნუ ჯერ ხარისხი, მასშტაბი და შესაბამისად შევქმნათ ის მომგებიანი მოდელი, ბიზნეს მოდელი, რომელიც გრძელვადაში იმუშავებს და ხვალ იმის საფრთხე არ დამიდგება, რომ დავკეტო რა. რა თქმა უნდა გეთახე. ასევე სტიმულიც მივცეთ ადგილობრივ მეწარმეებსო, რაღაც იყიდე, გაყიდე, არის, გავიგე. მე ხელი მოგემართოს, მაგრამ ადგილობრივი დოლათის შექმნა მომგებიანია. თუ შრომა არ გეზარება, აუცილებლად წარმატებას მიაღწევ. თორემ მე ახლა ხელა საწარმოების არც ხელმძღვანელი და დამფუძნებელი არ ყოფილვარ, 30 წლისი რო დავიწყე, 100 ქათამი 500 ქათამი ასე წვალები, მაშინ კიდე უფრო პრობლემა ის იყო, რომ ვერ შეულობდი ვერაფერს, ესე ხელმისაწვდომი არ იყო. მოვედი აქამდე, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ მიზანი მქონდა დასახული, რომ პოტენციალი აქვს, ბაზარი თავისუფალია. დრო მაქვს, ახალგაზრდა ვარ, 18-20 წლის ვიყავი, ესო დავიწყე და ნელ-ნელა მოვყვები და არც ისე ნელ-ნელა სიმართლე გითხრათ, მაგრამ თავარი ხარისხია. ეხლა ვიყოფებით ნოსტეს სადედე გუნდის წარმოებაში, სადაც ხდება უკვე საინკუბაციო კვერცხის წარმოება დავარქვათ, განაყოფიერება, კვერცხის დება და მე ინკუბატორში მიდის აქედან ეს კვერცხი. ახლა მაგალითად აი ეს კვერცხი უკვე არის განაყოფიერებული. აქედან გამოიჩეკება მეხორცული ჯიშის წიწილი, რომელიც უკვე არის მეხორცული ჯიში. აქედან გამოიჩეკოს ახლა უკვე ბროილერი, რომელიც სახორცედ გაიზრდება, ხო? სახორცე ბროილერი, დიახ. მოკლედ, ახლა ვართ ბროილერების დედათა ოჯახში, ხო? სადედე ოჯახში. სადედე გუნდი, კი. აქ ახლა რასაც უყურებ არიან მამლებიც და დედლებიც. აი როგორ თანაცხოვრობენ ეგენი და რა პროცესები მიდის? ანუ აქ არის უკვე თავიდანვე განაწილებული ერთი მამალი 11 დედალზე. აჰა. აქ უკვე დაოჯახებული არიან, ესე ვთქვათ, ეს არის უკვე 12-13 კვირაში დედალი ესე ქვია, რომელიც ხდება ბუნებრივად განაყოფიერება, ხელოვნური აქ არ ხდება. შემდგომ აი ეს დედალი უკვე შედის აქ ბუდეში, დებს კვერცხს, რომელიც გორდება ლენტაზე, აქაც ისე ვიუსაფრთხოება დაცულია, რომ ფეკალიებისგან დაბინძურება არ მოხდეს და ავტომატურ რეჟიმით მოკრება. რაც შეეხება ეს არის საკვებური, აქ ხდება დედლების კვება, სადაც არის ანუ ზღვარი დაცული, თავის შესაყოფი რომ მამალი არ შეჭამოს, ვინაიდან დედალს კალციუმი საკვებში აქვს მაღალი და ეს რომ მამალს პრობლემა არ შეექმნას მონელებაში, ასე მამალს აქვს ცალკე საკვებური, რომელიც არის მაღალ დონეზე, იქ ბარიერი არის დედლისთვის, რომ ვერ წდება, აქ მამლის ბარიერია, რომ თავს ვერ ყავს, ბიბილო უშლის ხელს. ანუ შესაბამისად კვებაც გამიჯნულია. გამიჯნულია, სხვა გრამას ჭამს ყოველდღიურ რეჟიმში მამალი, სხვა გრამას ჭამს დედალი. ასევე ხდება მამლის აწონა ყოველკვირეულად, რომ წონა, ფორმა
ლიბიდო ტონუსში იყოს. შენარჩუნებული იქონდეს, ასევე დედალს. რო არ გადასუქდეს, შემდგომ უკვე კვერცხისდება იკლებს და ასე შემდეგ. ანუ ურთულესი პროცესია შემიძლია ვთქვა და ჩვენ აქ ყველა ნორმა დაცული გვაქვს, აერი, ვენტილაცია, მიკროკლიმატი და შესაბამისად უკვე ხარისხზეც ეს და ეს ქათამი როცა უკვე კვერცხის დების იმაში შედის მომენტში. აქცევა აქ ქათამს. ეხლა გეტყვით. ყველაზე ფაქიზი არის ეს. ანუ როდესაც კვერცხის დებაზე შეყვავს ფრინველი, ყვებას, მიკროკლიმატს, რაციონს, საკვების რაციონს, ასევე ლუქსებს, განათების ინტენსივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ხანგრძლივობას განათების, ასევე ინტენსივობას, ანუ ლუქსებს. ხდება ნელ-ნელა მომწიფება, რომ შემდგომ რეპროდუქტიულები იყვნენ. ბევრი კვერცხი მოგცენ, ჯანმრთელი, განაყოფიერებული. ეს მამლის პროცენტობაც აუცილებელია დავიცვათ, იმიტომ რომ თუ ბევრი პროცენტი გვიზის, შესაბამისად ბევრი სტრესი აქვს დედას, რომელიც გამომწვევია მერე არაგანაყოფიერების, შეიძლება ითქვას სიმჭიდროვესაც კვადრატულ მეტრში რამდენია დასაშვები? 5.5 დედალი. 5.5 დედალი. ანუ 2 კვადრატში ერთი მამალი და 11 დედალი გამოდის. ბროილერი უფრო სხვა. ბროილერში უფრო მეტია, 16-18 გააჩნია სეზონს, მაგრამ სადედეგუნში 5.5-არია. ესენი უფრო სასათბურე პირობებში არიან. სასათბურე რო ფრონტი კონდეს, რომ მივიდეს, მოვიდეს რა. ჯანმრთელი ორგანიზმი ქონდეს, კვერცხი მოგცეს და ასე შემდეგ. ადვილი მიგრაციაც ქონდეს მამალს, რომ თავის დედალთან მივიდეს. გუნდს უფრო დედალი ყრის თუ მამალი თუ ორივე? ეს ახლა რო პეპლავს ნამუშევარი ქვია. ხო. ზურგზე სიტიტლე, მამალი ხო ზემოდან აჯდება. ხო, ანუ ეს რა ბუდეებია? ანუ აქ ხდება კვერცხის დადება? ეს არის საბუდარი. აჰა. სადაც არის სპეციალური ხალიჩები დაგებული, კომფორტულად იგზნოს დედალმა თავი, ასევე სიბნელე, სიმყუდროვეს ეძებს, როცა დედალს კვერცხი მოაწვება, ესე ვთქვათ, რომ უნდა დადოს. შედის ამ ბუდეში. შესაბამისად იქ დააკვირდით, რომ მამალი არ არის. არ აწუხებს მამალი. კარგი მამალი იქ არ შევა. აი იქ რომ მამალი შედის, ტექნოლოგია მამალს ამოიყვანს და გადასვას, იმიტომ რომ ის მამალი აღარ არის სასურველი ოჯახში გავაჩერე. ოჯახში გასაჩერებელი არ არის ესე. აი, ანუ კვერცხის დადება ხდება და აქ რაღაც ავტომატური ხაზია, ხო, რომელიც შიგნით შუაში არის, ესე იგი ორივე მხრიდან ქათამი შედის. კონვეიერი გვაქვს. კონვეიერი გვაქვს დაცული, ესე ვთქვათ, რომ წვდომა არ აქვს, ფრინველს და არც ფეკალებისგან დაბენძურება არ ხდება და ავტომატურად ელექტრონული ლენტა მოდის და გროვდება ერთ ოთახში. ანუ ეს იმიტომ რომ თქვათ დადების შემდეგ ეგრევე ეცლება კვერცხი კვერცხი და ყოველდღიურ რეჟიმში დღეში 4-ჯერ გააჩნია კვერცხის დებას, 4-ჯერ ან 5-ჯერ გროვდება ახალი კვერცხი, რომ გადასარჩევად წავიდეს და ეს ტემპერატურის რეჟიმები რაც ჭირდება დავიცვა. ასევე ეს ელექტრონული ბუდეები კარგი არის, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ კარგია იმისათვის, რომ ქათამი ნაკლებ სტრესს იღებს. ეხლა რომ ჩვენ ხელით ასაკრეფი ბუდეები დავდგათ, დღეში აქ 10-ჯერ, 20-ჯერ რო შემოხვიდე და კვერცხის ასაკრებად შესაბამისად აწუხებ დედალს, აწუხებ მამას, სტრესს უქმნი და ეს ყველაფერი რეპროდუქტიულობაზე მოქმედებს. და კითხვა მაქვს. აი თქვათ ქათამა დადო ეს კვერცხი, ხო? სტრესზე რო საუბრობთ, ანუ ამ კვერცხს რო ვაცლით, რამე სტრესი აქვს? არანაირი შეხება პრობლემას ვერ წარმოადგენს. არანაირი. პირიქით თუ მოვაცლით, უფრო სტრესს უხსნით. აჰა. იმიტომ რომ მე ინსტინქტური აქვს, რომ ესე ვთქვა დაკრუხდეს და ჩვენ კრუხი არ გვინდა. ჩვენ კრუხის ინკუბატორები გვაქვს და ამ შემთხვევაში კრუხი არ გვინდა. თუ არის ესეთი შემთხვევა, რომ ვატყობთ დედალს, რომ ის კვერცხს ეძებს, რომ დაკრუხდეს, ის დედალი კვერცხს არ დებს. უბრალოდ ზრუნავს. კრუხი მანდ რა პროცესი მიდის? ინკუბატორია. კრუხი არის ამ შემთხვევაში კვერცხის დებას აჩერებს? აჩერებს. და მამალს არ იკარებს. ესე ვთქვა, პასიურია, მამალს არ იკარებს, უბრალოდ ზრუნავს. კრუხი მინახია ავი, რომ თიც დაადებ, შემოგაფრინდეს. ხო, ნუ ეხლა ჩვენ კრუხი გვაქვს ინკუბატორი, ამ შემთხვევაში კრუხის ყვება უაზროა. ზედმეტია ესე ვთქვათ რა ჩვენთვის და არის ესეთი რამოდენიმე ბევრი არა და მაგას მე უკვე სელექციონერი შემოდის და არჩევს და ასულთავებს. რამდენს ჭამს დღეში ქათამი? რამდენ კილოგრამს აკვებს საშუალოდ? მაქსიმუმი დედლის პიკი არის 170-175 გრამი. დღეული ნორმა. ერთხელ ჭამს დღეში. აი ბროილერების შემთხვევაში რო ვისაუბროთ, რომელიც სახორცეთ მიდის, აღწევს, ესე იგი 45 დღეში, 50 დღეში 2 კილოდან 2 კილო ნახევრამდე, ხო? აი მაგ ციკლში ჯამში რა საკვები ჭირდება ამ ბროილერს?
მაგ ციკლში ჯამში ჭირდება 4.5 და 5 კილოგრამამდე. მოდით უხეშავ თქვა 700 გრამი ჭირდება ბროილერს მაგალითად რომ მივიღოთ ჩვენ 1 კილოგრამი ცოცხალი წონა. 70% გამოგვივიდა. ეს ცოცხალ წონაზეა თავის ყველა სანამ დაიკვლება. სანამ დაიკვლება, მაგრამ აქ არის სხვაობა. ნოსტეს საწარმო მაგალითად ხარისხი რომ მივიღოთ, რომელიც გემონათვისებებზე აუცილებლად აისახება, ვაცმევთ როგორც აფშხნილ საკვებს, ანუ დაღერგილს. გრანულირებას არ უკეთებთ, ანუ ეს გრანულირებული საკვები როცა არის, იქ ეს შერგების კოეფიციენტი იზრდება. იმიტომ რომ ის არ მოძრაობს ჩვენ რასაც ვაჭმევთ ის ბევრჯერ მიდის, ბევრ ენერგიას ხარჯავს, მირბის, მორბის, წყალზე მიდის, მოდის და ეს შესაბამისად ეს მოძრაობა იწვევს უკვე ხორცის სტრუქტურის გამკრივებას. მაგით უა სოფლის კათამი რომ უფრო უხეში ხორცია, ესე რომ ვთქვა. ეს არის კუნთი, ასაკი კუნთთან ერთად. ჩვენი როგორც ეს ჯიში, ბროილერი ძალიან ახლოს არის სოფლის კათამთან. ბიოუსაფრთხოებით ბევრად მაღლა დგას და ხორცის სტრუქტურით, გემონური თვისებებით ძალიან ახლოს არის. რომ შევაჯამოთ პროცესი, ანუ პირველი პროცესი იწყება სადედე ჯგუფიდან, რომელიც შემოდის შესაბამისი მწარმოებლისგან, შესაბამისი სერტიფიცირებით და იმ მოთხოვნებით, რაც ჭირდება, თქვათ, პროდუქტიული შედეგის მიღწევას. ხდება მათი განთავსება უკვე ამ ფერმაში, ხო? სადაც ხდება, თქვათ, ის თავისი პროდუქტიული პერიოდის დასრულება, რა დროსაც ერთი დედალი რამდენ კვერცხს გვაძლევს თავის პროდუქტიულ პერიოდს? 260 კვერცხი. ხო, ანუ ერთი დედალი, მეგობრებო, გვაძლევს დაახლოებით 260 კვერცხს, საიდანაც რამდენია გამოჩერება, რამდენი წიწილი ჩეკება? საშუალოდ 80-დან 85%-მდე დედლის ასაკს გააჩნია. ციბერეში როცა შედის, ეს გამოჩეკვა ვარდება, ანუ მამლის აქტიურობიდან გამომდინარე და ასევე დედალიც პასიური ხდება, არ იკარებს მამას და აქედან გამომდინარე პროცენტი იკლებს. ანუ ერთ ქათამ შეუძლია დაბადოს და მოგვცეს 170 წიწილი ბროილერი, რომელიც მერე ხვდება ჩვენ სუფრაზე. ესე იგი, შემდეგი პროცესი, თქვათ, რა ხდება? ანუ დადებული კვერცხი, როგორც ნახეთ, ირჩევა და შემდეგ გადადის ინკუბატორში. ეგ როგორ ხდება, თქვათ, ყოველდღიურად რაც იდება ის კვერცხი? ეს გროვდება, ყონდება, ემატება სხვა თუ აი როგორ არის ეს პროცესი? ანუ სხვადასხვა ასაკის ჯგუფი ყავს, ცალ-ცალკე გროვდება, ცალ-ცალკე ესე ვთქვათ, ხდება ამის გადატანა უკვე ინკუბატორში. 3 დღეში ერთხელ ხდება ჩვენთან გატანა და ჩაწყობა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმუმი არის 5 დღე, 6 დღე. ლოდინი. ანუ 7-8 დღე არის იდეალური პერიოდი საინკუბაციო კვერცხის შენახვისთვის შესაბამისი რეჟიმით, მაგრამ ამის შემდეგ უკვე 9% ჩეკვის კლებულობს. ანუ რაც დადებულს, რაც მალე გამოჩეკა უკეთესია? ეგრეც არა. აბა რა ახალი დადებული კვერცხი კარგია, სასარგებლოა, დიეტურია, მაგრამ დიეტური არის კვებისთვის. იდეაში 5 დღე მაინც ჭირდება, რომ კვერცხში ის ესე ვთქვათ დაჯდეს, დასრულდეს საჰაერო კამერა, აი ჩვენ რომ მოხარშუკვეთს გავტეხავ და იქ ბუშტივით აქვს ჩაზნექილი. ხო, ეს მერე რასაც ეს არის საჰაერო კამერა. ანუ ახალი კვერცხი ზოგადად თუ გვინდა გავარჩიოთ, შეგვიძლია ავიღოთ კვერცხი, დავანათოთ. ფანარი დავანათოთ, და საჰაერო კამერით შეგვიძლია მივხვდეთ ის რამდენი დღის არის. 10 თეთრიანიდან 20 თეთრიანამდე კარგია საჰაერო კამერა, მეტი უკვე აღარ არის დიეტური. 5 დღე უკვე საჰაერო კამერა ჯდება, ვინაიდან სასუსათო კვერცხი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. საჰაერო კამერა მარტო მომხმარებლისთვის რამდენად ახალია, მაგრამ ჩეკვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო კამერა, რომ ჩამოყალიბდეს, რომ მე იქიდან უკვე სუნთქავს ის ემბრიონი. და ის თუ პატარაა შესაბამისად არა აქვს შესაბამისი ჟანგბადის მიწოდება, ტენის დაკარგვაც, შესაბამისი ტენის დაკარგვაც, თუ დიდი აქვს ზედმეტად ხდება და ისედაც ტენი დაკარგული აქვს და რეჟიმიც სხვა ჭირდება და მოკლედ ძალიან სპეციფიკური მიდგომაა. და ნაჭუჭსაც ხო აქვს მნიშვნელობა, თქვა რამდენად შესაბამისად დასრულებული. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ნაჭუჭის მონიტორინგი, რამდენი იყო თქვა გაბზარული კვერცხი ან ასე შემდეგ, რომელიც უკვე პირდაპირ მიბულია რაციონზე. ასაკობრივი მოუმატოთ კალციუმი და მოუმატოთ არ მოუტოთ ფოსფორთან თანაფარდობაში როგორ არის რაციონის გადაბალანსება ხდება ასაკების მიხედვით. ინდიკატორი მივიღოთ იდეალური რა. კი, რა თქმა უნდა, რა შეჭამა, რამდენი წყალი დალია, ინდიკატორი ყველაზე მთავარი ჯანმრთელობის წყალია. ანუ დალია 1 ლიტრი, შეჭამა 1 ლიტრი. რამდენი ლიტრი ჭირდება, აი თქვა დღის განმავლობაში? 1-2-თან, რამდენსაც შეჭამს 1 იმდენი წყალი უნდა დალიოს. ანუ წყალი უფრო მეტი ჭირდება. მეტი ორჯერ. ხო. თუ ორჯერ მეც გადააჭარბა, ესე იგი რაღაც ხდება საფრინველში, ბაქტერიული ფონია, გაზრდილი ან ასე შემდეგ. ესე იგი, თუ შეამცირა პრობლემა აქვს. პარამეტრები, რასაც თქვენ უყურებთ, თქვა იმ რეპორტის მეშვეობით, შეიძლება დაადგინო
პოტენციურად რამე აღმოაჩინა საფრინველში ვარ შემოვიდე, მე იდეაში შემიძლია რომ აი ციფრებით ვიხელმძღვანელო რა ხდება საფრინველში. ესე იგი 5 დღედ ხდება საშუალო დაყოვნება, ეს გადადის ინკუბატორში. აი ინკუბატორში რამდენი დღე ჭირდება ტენი ტემპერატურა, სანამ გამოიჩეკება? 21 დღე ჭირდება, ეს რაც შეეხება დროს. 37.4 მიათედი, 5 მიათედი, 3 მიათედი აი იმაში თამაშობს ესე ვთქვათ. ეს არის რაც შეეხება ტემპერატურას. კი ბატონო. ტენიანობა 75-დან ზევით, ესეც დამოკიდებულია კვერცხის ასაკზე, ზომაზე. ამდენი აქვს ესე ვთქვათ 85%-იც არის. ენსაც არეგულირებთ. რა თქმა უნდა. კონტროლირება. ანუ მე რომ ვიცი რომ ამასაკის დედლის კვერცხი ჩამაქვს, შესაბამისი რეჟიმი ეთითება ესე ვთქვათ. მე პროცესებს ვაკონტროლებთ. ანუ 10 დღის მანძილზე რამდენი ტენი დაკარგა კვერცხმა, ჩადების დროს რამდენი იყო, მე ჩადების შემდგომ რამდენი ტენი დაკარგა, იმის და მიხედვით რომ ზღვარს დაბლა არ ჩამოვიდეს, ანუ დეფიციტი არ იყოს ტენის და არ გამოშრეს, არ მიიკრას ემბრიონი და ასევე ზედმეტიც არ ვარგა რომ არ ჩაიხარშოს. 21 დღეში უკვე ხდება გამოჩეკვა, ანუ მანამდე პროცესი მიდის, ის უნდა გადმოტრიალდეს. 18 დღე ინკუბატორში იმყოფება, სადაც ხდება გადატრიალება, გადმოტრიალება, ასე უკვე ემბრიონი რომ მზად არის იმისათვის რომ ჩეკვაზე წავიდეს, შემდეგ ეს გამოგვაქვს და სხვა კარადაში შედის, სადაც 21 დღის შემდეგ. არა, 18 დღის შემდეგ. 18 დღის შემდეგ. 3 დღე იმყოფება უკვე საჩეკში. აჰა, გასა. სადაც გადატრიალება, გადმოტრიალება არ ხდება. დავაზუსტოთ, ესე იგი, ინკუბატორი ცალკე, თქვა, დანადგარია, სადაც ხდება ემბრიონის ჩამოყალიბება 18 დღის მანძილზე. და უკვე როცა ხდება, სანამ გატეხავს ნაჭუჭს, ესე რომ ვთქვათ, ბოლო 3 დღე გადადის საჩეკში. საჩეკში. სადაც უკვე აღარ ხდება გადატრიალება და გადმოტრიალება ამ კვერცხის. ველოდებით თვითონ ტეხავს, ხო? თვითონ თუ არ ტეხავს. ეხმარებით რა. არა. ბუნებრივად უნდა ბუნებრივად. გატეხოს. ჯამთელი წიწილი, ჯამთელი დედის შესაბამისი მიცემული კალციუმი ხელს უწყობს, რომ ეს ტენიანობა თან ნაჭუჭს ალბობს. რომ ამოტეხვის საშუალება მისცეს. აი უკვე რომ ამოტეხავს და ციცილი რომ შევხედავთ რომ ოპერატორი რომ ბოლომდე გამოსულია უკვე კარგად არის სიტუაცია, მე რექვია შრობის პროცესი. აჰა, ეს სველი უკვე კი, ახალდაბადებული. ანუ ახალდაბადებული ბოლომდე გამოვა, შემდეგ შრობაზე უშვებს, რომ გამოშრეს. გავამშალოთ. ბუმბული გაუშრეს, რაც ბუმბული გაუშვეს, რომ მზად იყოს ტრანსპორტირებისთვის და საფრინველის შესაყვანად. და მე ხდება დამუშავებები და ვაქცინაცია და ასე შემდეგ პროცესები, მაგრამ აქაც ხდება შემოწმება, რამდენად მშრალია. გამოჩეკილი წიწილის ნაჭუჭს ვიღებთ ხელში, ვამსხვრევთ, ბოლომდე არ უნდა დაიფშქნეს, უნდა ცოტა ტენი კონდეს და ბევრი ინდიკატორი არსებობს, რამდენად სწორედ წავიდა პროცესი, ჩეკის. ასევე ჭიპლარი, ასევე მე დინამიკაში პირველი 10 დღე, პირველი 3 დღე მით უმეტეს წიწილს აქვს ყვითრი, ესე ქვია, დედისგან მოყოლილი. აი კვერცხის გული ესე ვთქვათ. აჰა. საკვები ნივთიერებები აქვს მუცელში, რომელიც რომ აძლევს საშუალებას 3 დღის მანძილზე თვითონ იკვებოს რა. გამოიკვებოს. აჰა. თვითონ ამ ყვითრით გამოიკვებოს, რომ ტენი ამ დროს თქვენ საკვებს არ აძლევთ. არა, ჩვენ ვაძლევთ. თუმცა ეს ბუნებრივი საჩუქარია ესე ვთქვათ, რომ ახალ გამოჩეკილ წიწილს აძლევს. სასტარტო პოზიცია აქვს ესე რომ. სასტარტო რომ პირობითად ექსპორტზე რო ვაგზავნით ახლა სომხეთში, აზერბაიჯანში არის ხოლმე რომ 24-48 საათი შეიძლება მოუნდეს და ჩვენ არ გვეშინია იმისა, რომ გაუწყლოვანება მოხდეს, საკვებიც პრობლემა არ აქვს. ანუ ყვითრით იკვებება. ანუ ესე იგი თქვათ, ეს ხო, ნაჭუჭს რას უშვებით? ნაჭუჭი გახდება ამისი გადამუშავება, ესე ვთქვათ, დაფშქმა, ტომარებში მოთავსება და ცალკე პროდუქტია, კალციუმის წყაროა. მე რაღაცაში გამოიყენება ძალიან რა და ნაჭუჭი საკმაოდ სასარგებლო დანაკარგი არ აქვს. პროდუქტია. აი ნაჭუჭი დანაკარგი არ არის. ნახერხის ბიო სასუქი შეგვიძლია გავაკეთოთ, თავის ტექნოლოგია აქვს, გადამუშავება ხდება და იქიდან ვიღებთ უკვე ბიოლოგიურ სასუქს, რომელიც ბიომეურნეობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ესეც პროდუქტია, ანუ დანაკარგი შეიძლება ითქვას არ აქვს. ანუ 100% ფაქ ბუმბული ცხო გამოიყენება და ყველაფერი. აი ბუმბულს რაში ვიყენებთ? შეგვიძლია გადავამუშავოთ, მივიღოთ ასევე ცხოველების საკვები დანამატი, ცხოველური ცილა, ტექნოლოგია ეს საკმაოდ ღირადღირებული და ასევე ფაქიზი და კარგი პროდუქტი შეგვიძლია მივიღოთ. დიდი მოთხოვნაა ძალიან ბუმბული, მაგალითად ბუმბულის გადამუშავებით ყველაზე მაღალ პროტეინიან ხნილს ვიღებთ დანამატს. ცხოველის საკვებად რო გამოიყენებთ. ძალიან დიდარია ამინომჟავებით და დღეს რამ საქართველოში არსებობს გავსი თქვათ და გადამამუშავებელიან. არ არსებობს სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ უკვე ეს პროექტი დაწყებული გვაქვს. ანუ გეგმა გაქვს. აუცილებლად გაეშვება.
მოხდება გადამუშავება და მე საკვებ ქართულ წარმოებლები, რომლებიც აწარმოებენ აღლების, კატების, ასე ღორების საკვებს დანამატად ეს გამოიყენება ჩვეულებრივი მიღებული ფორმა. უბრალოდ ჩვენ არ ხმარობთ, იმიტომ რომ ისევ ქათამში როგორც ვახსენეთ ესე ვთქვათ, რომ დედმამიშვილები და ეხლა დედმამიშვილი ზვალხორცი ამას აჭამო. არა, კანიბალიზმი გამოურიცხავს. გამოურიცხავს. კი ბატონო. ჩვენ არ ხმარობთ. უბრალოდ რეალიზაცია მოხდება, რომ გარემოს დაცვის კუთხითაც ამის განადგურება უნდა ცივილურად მოახდინოს რა. აი ეხა ზოგადად რომ თქვათ გვიყურებენ ადამიანები, ვისაც შეიძლება აინტერესებს გავსი საქმიანობა, ან უკვე აქვს მცირე მეურნეობა და აინტერესებული ამ სფეროთი. რა არის ის მთავარი ყველაზე აი ესეთი შეცდომა, რაც თქვენი გამოცდილებაში დაგიშვია და თქვათ შეიძლება უთხრათ ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ, რომ აი ეს პირველი რაღაც სამი ხე შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა რა არ უნდა დაუშვათ ამ ბიზნესში. აი რა რჩევას მიცემდით ჩვენს მაყურებელს? მე პირობითად ვიძახი რაღაც 10 კრიტერიუმი ვთქვი, სერიოზულ საწარმოზე რომ მივდივარ, მაგრამ პირველი მთავარი ბიოუსაფრთხოება, რომელიც ადვილი დასაცავია და ყველა შეუძლია, ეს ელემენტარული შრომის კულტურა და ჰიგიენა. ეს არის აუცილებელი, ის კვების ტექნოლოგიები და ასე შემდეგ დაცვა, ეს მეორე და მესამე, მომხმარებელთან ჯანმრთელი პროდუქტის მიტა, რომელიც რაღაც ელემენტარული პირობა მაინც უნდა დავაკმაყოფილოთ. ეხლა არის სერტიფიცირებული სასაკლაოები, შეგიძლია რომ შენ გლეხმა ადამიანმა მიიყვანო, ან ჩააბარო, ან დაგიკლან, მომსახურება დაგიწიონ ესე ვთქვათ და ის შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა აიღო, იქ ხდება შემოწმებაც ყველაფერი და ასე შემდეგ. აი ეს სამი კრიტერიუმი რომ დავაკმაყოფილოთ, სულ ელემენტარული, მეც არ ვიძახი, განვითარდება საწარმოები ანუ გლეხით საშუალოს და მოკლედ აგერ მამლები და დედლები ყავს აქ რა. ნუ მამლები ეჩვიანობენ ახლა. მე მგონი ინტერვიუ უნდა თამათ, ხო არა ავიღოთ ინტერვიუ. აბა როგორ გძნობთ თავს? მე მგონი კარგად მაძღრები არიან და კი. თამათ უკვე ნაჭამია. გამოსულები არიან. გამოსულები ხა დადიან, მოძრაობენ. მეგობრებო, იმედია გარკვეული წარმოდგენა შეგიქმენით მეფრინველეობის ფერმის პროცესების შესახებ და ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი. ვისაც გაინტერესებთ ადამიანური ბიზნეს ისტორია თუ როგორ შეიძლება შექმნა და განავითარო ბიზნესი, აუცილებლად უყურეთ ამ ბოლო ნაწილს. დიდი მადლობა და არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. აიწყე ეს ბიზნესი, ეს საერთოდ რატო დაინტერესდი ამ სფეროთი და აი ეგ რომ მოგვიყვე რა, აი რა გამოიარე. ნუ გეტყვით რომ იყო 1997-18 წელი, უბრალოდ მაშინ თვით დასაქმება, ესე ვთქვათ, სხვა არ იყო ხა ეს წარმოებები და ამ შემდეგ. დავიწყე დისტრიბუცია დავარქვათ, ესე ვთქვათ, რომ გლეხებისგან ყიდულობდი ამ ქათმებს, მაშინდელ ქსელებს, ესე ვთქვათ, ვაწვდიდი. მის შემდეგ გამიჩნდა სურვილი რომ მე თვითონაც მეცადა გაზრდა, რაღაც გარკვეული რაოდენობა 300 სიცალი ქათამი გავზარდე, რაღაცა, ნუ კარგი იყო, მაყოფილი დავრჩი, შემდეგ ნელ-ნელა ნაბიჯები გადავდგი და კი სირთულეები ბევრი შემოხდა. ცოცხალი არსება არის, გამოცდილება არ გაქვს, რაღაცას აკეთებ, მიდიხარ წინ, უბრალოდ დავინახე პოტენციალი. პირველადი მოხმარების პროდუქტია, საქართველოში არ არის. შეგიძლია დიდი ფერმები არც არისო, არა, არისო ძალიან აი აქა-იქ რაღაცა, თორე დიდი ფერმა არ არსებობდა. შემდგომ ნუ ეხა დავიწყე ნელ-ნელა, ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეული ქსელი შევქმენი, ყოველდღიურ რეჟიმში ახალ-ახალ ფრინველის ხორცს ვაწვდით მაღაზიებს, მაშინდელი როგორც ხდებოდა მიწოდება და ნელ-ნელა ეს განვითარება მოხდა. მე რაღაც ცოტა უფრო დიდი გავაკეთე საწარმო. მე რაღაცა ვიყირავი ამ საქმეში თავიდან. მარტო ვიყავი, კი, მარტო ვიყავი. რავი მე თვითონაც ქათამსაც ვუტავდი და ყველა ეტაპი გავლენა. პროფესიის ხარ ისე, რაღაც დამთავრებული. ეკონომისტი ვარ მე, მანქანათმშენებელი, უბრალოდ მაშინ ისეთი პერიოდი იყო, პროფესიით ვერ მიდიოდი და მაშინ პროფესიას აღარავინ უყურებდა. ხო, არავინ არ უყურებდა. ხა დღეს არის დისკალობით მაგის საშუალება რომ განვითარდე შენი პროფესიით ესე ვთქვა. მაგრამ მაშინ დავწახოთ ეს არ იყო. ნუ 20 წლის ბიჭი ვიყავი, რაღაცა მინდოდა გამეკეთებინა და ნუ მოკლედ ისე მოხდა რომ შემიყვარდა ეს. ანუ შეისწავლე სრული სფერო ესე იგი. ვაჭრობიდან დაწყებული წარმოებით ყველა. ყველაფერი, ყვება, რა მეც ისკვიდეც ვიყავი, ესე ვთქვათ, მეფრინველეც ვიყავ, ყველაფერი ვიყავი და ბოლომდე შევისწავლე, რა თქმა უნდა, სიცულები ბევრი იყო. მაგრამ ნუ ეხა თუ შენ არ გეზარება, თუ გადიხარ ესე ვთქვათ და იცი მიზანი გაქვს, სად მიდიხარ, ყველაფერს უნდა და რო გჯერა რომ გამოვა რა. რო გჯერა რომ უეჭველი გამოვა. თუ მანდ აღარ გჯერა არ გამოვა. ხო, ნუ ეხლა უნდა გჯეროდეს რომ შენ როცა შენ თავში დარწმუნდები რომ ბოლომდე იხარჯები და შენ რესურს ბოლომდე იყენე, აუცილებლად გაგიმართლებს. ბევრ გასასწრებს ნახავს ბიზნესში, ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, არ უნდა დანებიღო ეს.
პროცესია. ის გავდი ხა ჯანმრთელობა როცა გაქვს ადამიანს ახალგაზრდა ხარ და შეიძლება დილით ადგე ენერგია გაქვს რაღაცა გააკეთო კარგი საქმე თან ისა ყველაზე мотивация რო თუნდაც არაფერს არ აკეთებ. წესიერად, პატიოსნად უშრომობ და რაღაც შემოსავალი გაქვს და ნელ-ნელა ხედავ ამაში პოტენციალს. თუ არ დაგეზარება, აი ამ გამოცდას როცა ჩააბარებ. ეს არ არის ერთი ტესტი. ხანგრძლივი პროცესია წლების მანძილზე. აჭიმული ესე ვთქვა, უბრალოდ უნდა შეიყვარო ის რაც ჯერ არ უნდა შეხედო იმ თვალით რომ თუ ეს რა არის, არა. ეს ის არის, რომელიც ჩვეულებრივ ბუნებრივი პროცესი. მარტო ფულის კეთების თვალით რა უნდა შეხედო. არა. თორე ჩაფლავდები რა, იმიტომ რომ აუცილებლად. იქ ყოველთვის ფულს ვერ გააკეთე. ვისაც გამოცდილება აქვს ამ ყველაფერში ფული იშოვება. აბსოლუტურად ყველაფერში. მაგრამ არის პერიოდები, როცა შეიძლება გაკოტრდე, შენც გექნებოდა ალბათ ეგ მომენტები, რომ მაგრამ ფიქრობთ, ბანკებიც დავიხმარე, ყველაფერი, ანუ დღეს მით უმეტეს ახლა რა ვიცი, იმდენი ხელშეწყობა არის, ეს იაფი კრედიტი გინდა, აწარმოე საქართველოში სახელმწიფოს ჩართული არის, ოღონდ რამე გააკეთე და შენ რამე შექმნენი, ყველა ხეს გიწყობს ესე ვთქვა. უბრალოდ სწორედ უნდა გამოიყენო. მარტო იმიტომ რომ მე რაღაც ფულს ავიღებ, არა, უზარმაზარი ვალდებულებები მქონდა და გადავიხადე პატიოსნად წესიერად და რა ვიცი დღესაც ახლა ბანკიც მაგაზე წამოყვება ერთი რა თქმა უნდა ისტორია კარგი ისტორია როცა ისო შენი მიზნობრიობა არის ისო ქმნი პროდუქტს ახლა თუ წას ვაკეთებთ ხორც პროდუქტია ყველაზე იაფი პროტეინის წყაროა ესე ვთქვათ ყველაზე მოხმარებადია მსოფლიოში ქათმის ხორცი ხო და ანუ ეს თავიდანვე ვიცოდი რომ ეს იყო ამას პოტენციალი ჰქონდა ძალიან დიდი ფარიელი იყო ადგილობრივი ბაზარი 100% იმპორტირებული იყო ალბათ ან კაი 98 ვთქვათ ლეხებს თუ არა ჩავთვლით და ათვისება შეიძლებოდა ამისი რა და ამის გამოყენება სწორედ და სწორი პროდუქტის შექმნა და თავიდანვე მოტივირებული ვიყავი ყოველთვის რომ ხარისხი პირველ რიგში ხარისხი იყო ჩვენთან დრო ეხლა ჩემ დროს 97-18-19 წლები ასე შემდეგ ხალხი ვარგისიანობის ვადასაც კი არ უყურებდა ოღონდ ეშოვა ხო ესეა დეფიციტი რაც იყო მაგრამ ნელ-ნელა კულტურა შეიცვალა მოხმარების კულტურა შეიცვალა რაღაცები ჩვენ შევიტანეთ მოთხოვნები გაჩნდა ხარისხზე მოთხოვნები გაჩნდა ეხლა უკვე პრეტენზიებია რომელიც უნდა მიიღო ჯანსაღად და ბუნებრივი პროცესია ეხლა პირიქით გჭირდება შენ თუ გინდა ბიზნესი განავითარო აუცილებელია რომ უნდა არსებობდეს ვიღაცა ხო გიჩიჩქინო რომ კარგი უნდა იყოს ცუდიც უნდა მოისმინო კარგიც მოისმინო რომ გაარჩიო ხა თუ ყველაფერი თუ კარგი იქნება ცუდს ვერ გაიგებ როგორია და თუ ყველაფერი ცუდი კარგი რა არის ანუ ადამიანებიც არ არსებობენ და უბრალოდ ამაზე უნდა ისწავლო თავარი ეგ არის შეცდომა თუ ერთხელ დაუშვდა მე-1000-ს დაუშვი მან პრობლემა გაქვს რაღაცა გაქვს 1 2 3 რაღაც ესე ვთქვა და უნდა გაიზარო როდის ჩამოყალიბდა უკვე აი ნოსტე აი რა ეტაპი იყო ის როცა ვთქვა უკვე სერიოზული ნაბიჯი გადადგა გაფართოების სერიოზული ნაბიჯი ანუ 2000 უკვე 8-ში ესე ვთქვათ ეს ნოსტეს მეფრინილეობა შევისყიდე რაღაც ვალდებულებები მქონდა ავიღე ყველაფერი რომ ეს განმევითარებე რომ საინკუბაციო კვერცხი სულ იყო იმპორტირებული და პრობლემატური არადროულად მოწოდება, უხარისხო ასე შემდეგ და ნუ მე ვიფიქრე რომ მოდი ბროილერის დროებით შევეშვები და შევქმნი საინკუბაციო კვერცხს, რაც ყველაზე მთავარია და გვიჭირს ესე ვთქვათ ჩვენ ქვეყანაში და დავიწყე სადედეგუნდი. ექსპორტი ადგილობრივი მეწარმეებს ვამარაგებდი ამ ერთდღიანი ბროილერის წიწილებით, კვერცხით ასე შემდეგ საკმაოდ პოპულარული იყო მაშინაც და დღესაც ესე ვთქვათ რომ ხარისხთან ორიენტირებული ეს ნოსტე წიწილა მიცე ნოსტეს წიწილა, ნოსტეს კვერცხი აუ ყველაზე მაგარია და მაგარია მე განვავითარე და ამის შემდეგ მოხდა 2018 წელს უკვე გევანდელი ჩემი პარტნიორი ვინც არის იმასთან ერთად ისიც ესეთი მიდგომა აქვს რომ მხოლოდ ხარისხი, კარგი, საუკეთესო, წესიერი და ყველაფერი აი ესეთი როგორც თქვათ შევეწყვეთ თქვათ რა მანამდეც ვიცნობდი მეგობარი იყო ჩემი შემდეგ გავერთიანდით და აგერ სადედეგუნდი აგერ ბროილერების შექმნა და სრული ჯაჭვი ავაწყვეთ და კონკურენციას ავწევთ იმპორტს ვამცირებ გეგმების უზარმაზარი გვაქვს მომავალში დიდწყალობის ჯანმრთელობაც ხეზგუწევს და მოკლედ გეგმები აი ხა ვინც გვიყურებს ალბათ ზოგი შეიძლება მოტივირდა იმით რომ აი მაინტერესებს ეს სფერო ვთქვათ ვიღაც შეიძლება სურვილიც გაუჩნდეს თქვენთან დაკავშირების ან მუშაობის და აი რა შეიძლება უთხრათ ჩვენს მაყურებელს ვთქვათ ვინც ამ სფეროთია დაინტერესებული რა ნაბიჯები უნდა გადადგან ხო ვთქვათ ახალგაზრდა ვარ ან შუაგაზრდა რა მნიშვნელობა აქვს აი რა უნდა გადავხდე პირველ რიგში სურვილია მეორე ის არის რომ ჩემთან განსხვავებით ანუ მე თვითონ პრაქტიკაში და ცხოვრებით გავიარე სირთულეები ასე შემდეგ დღეს ესე აღარ არის მე მზად ვარ პირადად რა პრობლემაა ვინმე მოვიდეს კონსულტაცია
გაუწიოთ იგივე ფინანსებიდან დაწყებული თქვა რამდენი ფინანსები ჭირდება და როგორ სწორ ეგზა უნდა გაიაროს საბრძოლო პროდუქტი შექმნას გუშინ რო იყო დღეს რო ისე აღარ არის იმიტომ რომ გუშინ ვიღაცა ნაჯახი ყლავდა ქათამს ეს აღარ ხდება ნაჯახი რაღაცები შეიცვალა განვითარდა ესე თქვა ყოფილა ბევრი შემთხვევა რომ მოსულა ადამიანი რომ მაქვს რაღაც განსაზღვრული თანხა და ეს ბიზნესი მინდა დავიწყო და თუ საიდუმლო არ არის პირდაპირ გამჭირვალე ყველაფერი აგვიხსნია გვითქვამს ესე ამისთვის უნდა იყო მზად ამისთვის ფსიქოლოგიურადაც და ღამე რა ხა 6 გახდა სახში მინდა ესე ვერა თუ ხარ მზად ყველანაირი მოდელს რო დაუდებ ანუ ფინანსურიდან დაწყებული მორალური და ტექნოლოგიური და ანუ რო არსებობს რამოდენიმე მოდელი ისეთი როგორც ჩვენ ვართ ვთქვათ ისეთი როგორც ჩვენს მერე მოდელია და მერე საშუალო ანუ პატარა ესე ვთქვათ ოჯახური ბიზნესი და აი ჩი რომელი გირჩევნია უბრალოდ ამისთვის უნდა იყო მზად ბევრი იძახის რომ მადლობა მე სხვანაირად მეგონა რომ ესე რაღაც ანუ ეგ გადარჩენილი მარცვალს გადავყრიდი და უცებ გაიზდებოდა და რო ურევდი ვაიმე რა ხელაფასი აქვს და სიმინდი რა ღირს და მეგონა რომ ეს ყველაფერი მარტო ეს იყო დიდი მადლობა რომ არ დავიღუპე და ეს ძალიან ბევრი ყოფილა ესეთი სხვათა შორის ბევრი არის რომ არ კითხულობს და იმან რა უნდა მასწავლოს ესე ვთქვათ იმას მე როგორც კონკურენტი არ უნდა და რა კონკურენციაზე საუბარი 70% იმპორტირებული როცა არის ქვეყანაში დიდი პოტენციალი აქვს ამ სფეროს განვითარების ასე რომ შეიძლება ერთი 20 წელში გახდეს კონკურენტი ალბათ რა ნუ რა მერთმა ქნას 5-ში გახდეს და ნოსტე შეიძლება რეგიონალურ მასშტაბზე იმ დონეზე იყოს გასული რომ ანუ ეგეც პრობლემა არ არის მოკლედ აი ჯერად ჩვენი თავი გამოვყვებოთ ჩვენ თავი რომ გამოვყვებოთ, მხოლოდ ეს ეყოფა მთელი საქართველოს რომ ქათამი გაზარდოს. 1000-100 ოჯახში ეს გვეყოფა ჩვენ და იმის იქით თუ საწარმოების ჭარბი გვექნება, ექსპორტი მზად არის, დღესაც ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩვენ. ქათამი ყველა ქვეყანაში მისაღებთ ორისგან განსხვავებით, ხა აზიაში ვერ გაყიდით. ჩვენ მარტო წიწილს აყვეს ყიდით, ხორცს არ ყიდით, იმიტომ რომ არ გვაქვს ახლა ჩვენი Excel-ში დეფიციტი გვაქვს, რავი. არ ყოფილი 3 საათი წერენ ხოლმე რომ შევდივართ, აღარ არის, ნუ ვანაწილებთ და თან ვითარდებით ეს დღეში, განვითარება არ ხდება. ხშირია, მეც შევსულვარ და არ დამხვეწია. ხო, ნუ აი არის მივედი არ დავხდა ნუ სამწუხაროდ თუ აი საბედნიეროდ არ ვიცი როგორ თქვა ეგრეა რეალობა და ასე რომ მე პირველ რიგში ვიტყოდი რომ თუ შრომის მოყარი ადამიანი ამბიციური არ არის და სწორი ნაბიჯებს გადადგავს და რაღაც არ ნატრულობს რაღაცებს და მიზნებს დაისახავს აი მიზანს მიაღწევს უბრალოდ არის ერთი რომ A პუნქტიდან რაღაცა D პუნქტამდე ვერ მიხვალ თუ არ გაიარეთ C დანარჩენი პუნქტი მართალია C და ასე შემდეგ რა და ნუ სამწუხაროდ ზოგს გონია რომ უცებ გადავხდები და ესე არა ჩვენი მაყურებლისთვის არის თუ არა რამე ისეთი სათქმელი თქვენი მხრიდან რაც გინდათ რომ გაუზიაროთ მე მინდა ერთი რამ გაუზიარო რასაც აკეთებთ ერთი მინდა გითხრათ რომ ის გიყვარდეთ და აუცილებლად გამოგივათ და წარმატებას მიაღწევთ ეს არის ჩემი აი პირველი არანაირი რაღაცა ნატურა და რაღაცები არა პირველ რიგში გეტყვით რომ ბევრი იშრომეთ მიზანი სწორად დაისახეთ კომუნიკაცია პირველ რიგში ეს ჩემნაირები იქნებ თუ ჩემზე უკეთესები დაამყარეთ ისწავლეთ იშრომეთ და შედეგსაც მიაღწევთ ეს არის ჩემი რჩევა გამოცდილებიდან გამომდინარე და არა წიგნებში წაკითხული მადლობა და ერთი მთავარი რჩევა დაგვავიწყდა რომ არხი უნდა გამოიწერო არხი გამოიწერეთ აუცილებლად ანუ ეხლა შენ რო უყურებ და თუ გინდა ესეთი ვიდეოები ესეთი ინფორმაციული, ანუ ეს არა, რო დაგუგლოთ ვერ ნახავთ ამ ცოდნას, უნდა იწვალოთ. აგერ ადამიანი დროს აქ ვარ მე პირადად ჩემი გამოცდილებით რა, თქვენი და ყველა გავაზიაროთ. თუ იქნებით ენაძუწები და წარმატებაც მოვა. ზუსტად, აი წინა ვიდეოებშიც ვისთანაც ჩვენ ჩავწერეთ და გაგიზიარეთ, ანუ იქაც ითქვა, რომ პრობლემა არ არის, პირიქით. ანუ ეს ცოდნა მაქსიმალურად უნდა გავაზიაროთ. ნუ დაგარგავ დროს, თორე მე რას ვაკეთებ, არაფერს ისე ველოსიპედს არ ვიგონებ. გელმეორეთ, უბრალოდ გამოცდილება და ის დრო რაშიც დავკარგე ეს 29 და 30 წელიწადი, მე ხო გამომადგა, მაგრამ თქვენს გამოიყენე. ეგ არის შეუფასებელია, თან გამოწერა არის უფასო. შენ თუ ჩემი კონსულტაციაც. შენ თუ ეხლა არ გამოიწერ ამ არხს. შესაბამისად, ანუ იმ შრომას, ჩვენ შრომას არ აფასებ და ასე შემდეგ. მოკლედ, კიდევ შეგახსენებთ ერთი პროექტი გვაქვს ეგეთი, რომ 15000 გამომწერზე YouTube-ზე, თუმცა Facebook-ზე 20000 გაცდა.
გყავთ 150 ხის ნერგს ბორჯომში, ანუ ყოველ არ გამომწერზე ერთი ნერგი, ანუ ეს დამატებითი мотиваცია თქვენთვის. აი მე მაქვს 3500 ნერგი შეგიძლიათ გახდეთ. შავი კლიავის, ხალი, ვაშლი და ასე შემდეგ. დოლარი შევქმნათ აუცილებლად. ჩაერთეთ, დაინტერესდით სოფლის მეურნეობით, ეგ არის ყველაზე ერთ-ერთი სტრატეგიული სფეროა ჩვენი ქვეყნისთვის. სასურსათო უსაფრთხოება და აქ უნდა ვაწარმოოთ პირველ რიგში, რაც შეგვიძლია ჩვენივე თქვა აკვებისთვის, ხო? და ნუ იმ იმპორტზე ხა იმპორტი ყოველთვის იქნება, სადაც დეფიციტი შეიქმნება, შეიძლება დაიმატო, მაგრამ იყოს ისიც საჭირო არის იყოს ესეც мотиваცია ერთგვარი რომ აი შენ აჯობო რაღაცით ადგილობრივი წარმოება მოხდეს მადლით ნუ ახლა ისეთი кай ქვეყანა გვაქვს წყალი გინდა ჰაერი გინდა ანუ ცხოველი ფრინველი რის წარმოებაც გინდა შეგიძლია შექმნა მე თუ მეტეს ცარიელია ბაზარი მთავარი არ დაგეზაროს და ის მარტივი რომ რაღაც ინვოისი გადავრიცხე და ვიღაცის იქ დენიც გადახდილი რომ აქვს წყალის და ხელფასების და მე ჩვენ შემოგვაქვს და ჩვენ მოსახლეობის ჯიბიდან ისე ფულს ავიღებ და სხვაგან ვაგზავნით ნუ ამით ჩვენ დოლარს ვერ შექმნით ვერც ეკონომიკა განვითარდება და ვერც ვალუტის კურსს დავიჭერთ მეგეთ მოკლედ მე მგონი რომ ისეთი მესიჯები გავაჟღერეთ რომ აქ ზედმეტი საუბარი აღარ გვჭირდება რა мотиваციაზე რომ ჩაერთოთ ამ მიმართულებით შემოუერთდეს ჩვენს აუდიტორიას მადლობა ლევან იშრომეთ ბევრი მიიღეთ სიამოვნება ცხოვრებაში აი და წარმატებებს გისურვებთ გაიხარეთ თქვენც ასევე და თქვენ მაყურებელსაც დიდი წარმატებები